მოგესალმები ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით. პრინციპში ის რაც ხდება ყოველდღიურად, ის ხდება დღესაც, რაღაც ყოველდღიურად, როდესაც გავდივართ ეთერში შაბათ-კვირის გარდა, გვინდა რამე სიახლე გითხრათ, მაგრამ რა სიახლეზეა საუბარი, როდესაც ვხედავთ მუდმივ აქციებს, მუდმივ რაღაც საგაფიცო კომიტეტებს, მარშებს, არღლებიან ესენი და არც ვერ გავიგე რა ენერგია აქვთ ამნაირი, რომ მუდმივად ერთი და იგივე ხალხი ერთ დღეს არის ერთი ადამიანი ბიზნესმენი, მეორე დღეს არის ვაკელი, მესამე დღეს არის გურული და ესე იგი ერთი და იგივე ხალხი ტრიალებს რა. ეხლა იმ დღეს ესე იგი უკრაინაში მებრძოლი არის ერთი პიროვნება აჭარელი ხო და გუშინ იყო აქცია ბიზნესმენების, იქაც გამოჩნდა. მეო ბიზნესმენიც ვარო და არ ვიცი, აი არ იცვლება არაფერი. და არ შეიცვლება მეგობრებო 20 იანვრამდე ინაუგურაციამდე ყველა ელოდება ამ დღეს, როდესაც გაირკვევა ბევრი რამ. ეხლა თლათ 20-ში არ გაირკვევა, მაგრამ 20 რიცხვის შემდგომ უკვე რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი ყველაფერი ის, რასაც ელოდება ხელისუფლებაც, ოპოზიციაც. თუ რა სიტყვის დონალდ ტრამპი, თუ რა დამოკიდებულება ექნება მას არა მარტო საქართველოს მიმართ, არამედ რუსეთის მიმართ. 20 იანვარს ელოდება საქართველო კი არა, ელოდება რუსეთის, იმიტომ რომ რუსეთის ხელისუფლების პირველ პირთან დაგეგმილია შეხვედრა, რომლის შემდგომაც მთელი მსოფლიოს ბედიც გადაწყდება, იმიტომ რომ ორი მეგა სახელმწიფოს ლიდერი უნდა შეხვდეს ერთმანეთს. დღეს ჩვენ ამაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვექნება საუბარი ჩვენ სტუმრებთან ერთად და ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი გახლავთ სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი ბატონი ლევან მამალაძე. მოგესალმებით ბატონო ლევან. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს სტუდიას, ტელემაყურებლებს და მსმენელებს. და უცავს ყველას უკვე ახალ წელს და ახლითაც, ძველითაც და შობას და ყველაფერს კარგს უსურვებთ ჩვენს მოსახლეობას. გაიხარეთ, თქვენც გილოცავთ ახალ წელს პირველად ახარ ჩვენ ეთერში 2025 წელს და იმედია რომ სულ კარგ ამბებზე გვექნება საუბარი და პოზიტიურ თემებზე, მაგრამ ჯერჯერობით მაინც ამ პოზიტიურზე სანამ გადავალთ, ცოტა მოცდა მოგვიწევს, იმიტომ რომ რაღაც გარკვეული არეულობები მაინც არის. აი, როგორ შეაფასებთ თქვენ აი იმ პერიოდს, ეხლა სანამ 20 იანვრამდე მივართ ინაუგურაციამდე, რაც ხდებოდა აი ამ დღეებში ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ მე არ ვიცი, აი შობას და ახალ წელს მაინც მეგონა რომ რაღაც სიმშვიდე მაინც იქნებოდა ქვეყანაში, მაგრამ ხედავთ რომ ისეთი რაღაც გამოვლინებები ხდება, რაც აი ქართველებისთვის დამახასიათებელი არ არის. იმიტომ რომ აი ისეთი ლექსიკით მეტყველებენ, ისე იქცევიან, არ ვიცი მოსამართლეებს როგორ მოექცნენ, როდესაც ისეთი შეურაცხყოფა მიაყენეს, მე მეგონა რომ ვინმეს გული გაუსკდებოდა, ეგ კვერცხებით დასდებდნენ ასაკოვან ადამიანებს, ქალბატონებს. მე ეს ჩაფურთხების ტრენდი შემოვიდა კიდე. ეხლა ყველა თითეული პოლიტიკურად ცოტა ანგაჟირებული ადამიანი იმის შიში უნდა იყოს, რომ რომელ რესტორანში რაღაცა ხიფათი არ იყოს. აი რა სიტყოდით, აი ამ რაღაცა ისეთი უცნაური გამოვლინებები, რაც საქართველოს და საქართველოსთან უცხო იყო თითქოს. პრინციპში ხა სიმართლე გითხრათ, ახალი არაფერი არ არის, უბრალოდ ეს ტექნოლოგიები, რომელიც ყავს გამოგზავნილი, თქვათ, იგივე მეხუთე კოლონის ხარდასაჭერად დასავლეთიდან, ისინი სხედან სხვადასხვა საელჩოებში, ოფისებში და ამზადებენ აი ამ მიმართულებებს, რომ აი ეს ჩაცხრომა არ მოხდეს, აი საპროტესტო ტალღის, იმიტომ საპროტესტო ტალღა თუ გაქრა, საერთოდ უკვე აზრი ეკარგება ყველაფერს და ეს გამიზნული იქეთკენ კი არ არის, რომ აი თქვათ ხელისუფლება ამით შეარტიონ, ეს რაოდენობა და რესურსი არ ჩანს.
მე ხა ამას დაკვირვებით ვიძახი და არა იქიდან გამომდინარე ვინ ვის უჭერს მხარს მე მინდა წინასწარ გითხრათ არ ვლაპარაკობ ხარდაჭერის კუთხით შევხედოთ რა ხდება ხომ ამიტომ ეხლა რასაც აკეთებენ ისინი აკეთებენ რომ საპროტესტო ტალღა იყოს და ნებისმიერი უცხოელისთვის ეს იყოს მაჩვენებელი ანუ სახელმწიფო დეპარტამენტისთვის შეერთებულ შტატებში კონგრესი სენატი ევროპარლამენტი და ევროკავშირის სტრუქტურებისთვის დაანახონ მათ რომ აი რაღაცა სასწაული პროტესტი არის და აი დღე-დღეზე რაღაცა მოხდება საშინელება, ამიტომ არის ეს სხვადასხვა ტიპის აქციები მოგონილი, სხვადასხვა რაღაც სექტორების გამოსვლები, მარშები, ხან კალათბურთის მოყვარულები გამოყავთ, ხან რაღაც ჰოკეის მოყვარულები გამოყავთ და ბიზნესმენები, გაფიცვები, აი რომ შევხედოთ ეს ყველაფერი კეთდება ამისთვის და სხვადასხვა მედია საშუალებები ესეა მომართული ახლა რო უყუროთ TV პირველს ის აბსოლუტურად სხვა რეალობაში ცხოვრობს იმის მაგურებელი და იმეც ვინც უყურებს ის აბსოლუტურად სხვა ჩვენ აი რაღაც განსხვავებული რეალობები გვაქვს ჩვენი მოსახლეობისთვის შექმნილი და ეს ტექნოლოგია სწორედ სპეციალურად ეთება, იმიტომ რომ რაღაც ეს რეალობა იქნება ამა თუ იმ ჯგუფებისთვის, საზოგადოება იყოს პოლარიზებული, დაყოფილი და ერთმანეთთან დაპირისპირებული. თავარი შედეგი ეს არის. ხელისუფლებამ ერთი მნიშვნელოვანი რამ გააკეთა, მიუხედავად შეფასებისა, მე არ მინდა შევაფასო, თქვა ვინ უფრო მეტად იძალა და ეხლა იმან ვინც ისროდა იმის პულემეტივით, რომ რაც ქვია ეს იმას პიროტექნიკას ხო უყურებდი ეს რო და პირდაპირ იმას რა ქვია პოლიციელებს და მე ვინც პოლიციელმა ვინც ემა ხომ ეხლა ეს ძალადობის შეფასებაზე კი არ არის მეორე მთავარი მომენტი არის ის რომ ხელისუფლებამ აღკვეთა ვანდალური ქცევები და საკმაოდ მკაცრი ზომები მიიღო ეხლა ზოგი სამართლებრივად აფასებს ზოგი მორალურად ამსახებს მაგრამ აი ესეთი ძალადობრივი ელემენტები ამ პროტესტს გამოეთიშა იმიტომ რომ ძალიან მკაცრი პოზიცია დაიჭირეს ამ თვალსაზრისით ხომ მაგრამ ეს პროტესტი არ ცხრება და მთავარი მიზანი მინდა გითხრათ არის ის რომ აი დაანახონ რომ ეს არის ესე იგი წარმოუდგენელი რაღაც არეულობა საქართველოში და რაც შეიძლება მეტი სანქციების დაწესებას მიაღწიონ იმიტომ რომ აი ამგვარი საზღვარგარეთიდან ხარდაჭერის გარეშე ეს ყველაფერი მალე უკვე ჩამოიშლებოდა ამიტომ აი ხო ხედავთ ხარდაჭერაც აქვს ჯერ ევროპარლამენტში როგორი ხარდაჭერა იყო იქ რეზოლუციების მიღება მე ევროკომისიაშიც განიხილეს იმიტომ რომ ის ხალხი მოვიდა წამყვან პოსტებზე ევროკავშირში რომელიც ლიბერალურ თავს უჭერენ მხარს ევროკავშირში სიტუაცია გაუკეთესების ნაცვლად გაუარეს და თუნდაც ჩვენ საქართველოსთან დამოკიდებულებაში შეერთებულ შტატების ბაიდენის ხელისუფლება კი წასვლის წინ 1000 რაღაცებს უარესებობს ცდილობს გააკეთოს მაგრამ აქ ერთი ნიშანდობლივი მომენტია რომ აი ყურეთ როგორ არის რო შევხედოთ ჩვენ ვინ იღებულო თქვა კონგრესში ეს რაღაც მეგობარი აქტი მეგობრობის აქტი რაღაც მაგნიტის იმასთან გადაწყვეტილებას მაგნიტსკის გადაწყვეტილებასთან მიერთება და ასე შემდეგ რომელიც ითვალისწინებს პერსონალურ სანქციების გამკაცრებას ხო ესეც ერთ-ერთი მხარდამჭერი არის ამ პროცესისა და მაგრამ ერთი ნიუანსი უნდა გავითვალისწინოთ აქ რამდენად არის ეს სიტუაცია თქვა შეცვლადი შეიცვლება თუ არა ტრამპის მოსulis შემდეგ ეს ვითარება ხო ამაზე შეგვიძლია ჩვენ გარკვეული მოდელირებაც გავაკეთოთ და პროგნოზის მაგრამ ჩვენ რითი ხელმძღვანელობთ არა სურვილებით არ სურვილი ერთია მეორე რეალობა ხო ჩვენ შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ იმ არსებული მომენტებით რომელიც ჩვენ აზრს ჩამოაყალიბებს და ანალიზის საშუალებას მოგცემს რამდენიმე ფაქტორია პირველი ფაქტორი არის ის რომ ესე იგი თვითონ ტრამპის გუნდის განცხადება თვითონ პრეზიდენტ ტრამპის განცხადება რომ ესე ლიბერალური გარყვნილობას ბოლო მოიღება ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა მან ასევე თქვა რომ deep state-თან დაკავშირებით ამ ის ბოლოს მოუღებს ანუ deep state-ი ზოგს რაღაც გამგონილი რაღაც გონია deep state-ი ყველგან არის ეს არის თქვა სიღრმისეული სახელმწიფოს როცა სხვა გარკვეული პერსონები ქმნიან მოვლენებს აი თუ კლასიკური განმარტება deep state-ის არის ადამიანთა ჯგუფი რომლებიც მოვლენებს ქმნიან და შემდგომ ამ მოვლენებზე აგებს სახელმწიფო თავის პოლიტიკას. ანუ სახელმწიფოს მთავარი პირების შექმნილი კი არ არის ეს პოლიტიკა ხშირად აი ახალ რეალობას ქმნიან მოვლენების თვალსაზრისით და სახელმწიფო ამას მიყვება. აი ამიტომ ამათო ქვია ამას სიღრმისეული სახელმწიფო რომელიც ზედაპირზე არ აჩანს და ესეთი ქმედებები ძალიან მით უფრო ესეთი იმპერიული ტიპის სახელმწიფოებში ხდება
იქნება. ტრამპმა თქვა, რომ ჩვენ ესეთ მომენტებს ბოლოს მოვუღებ და იქნება ამერიკა გაძლიერდება სწორი ნაბიჯებით და არა თამაშით. და არსად ომს არ დავიწყებთ, პირიქით ჩვენ ძალით ყველასთან ვილაპარაკებთ და ჩვენი ძალით გავლენით ვაიძულებთ, რომ წესრიგი მსოფლიოში დამყარდეს. ხა რამდენად შეძლებს ეს ერთი მომენტია, მაგრამ მეორე ის რომ რასაც აცხადებს ქართული ოცნება, იგივე ოჯახის სიწმინდის თვალსაზრისით, სახელმწიფო სუვერენიტეტის თვალსაზრისით, რაღაც ეს რასაც ვქვი, აგენტოკრატიის კონტროლის თვალსაზრისით, ფულების შემოდინების კონტროლის თვალსაზრისით, რაც არის გამჭვირვალობის კანონია და LGBT კანონი ორივე მომენტი, ხო? ეს თანხმდრილია ტრამპმა და ილონ მასკმა განსაკუთრებით პირდაპირ თქვეს, რომ ჩვენ გამოძიებასაც კი ჩავატარებთ, სახელმწიფო თანხები სად მიდიოდა USAID-ის, UNDP-ის, IRA-ის თუ იმის რა ქვია, სხვადასხვა ორგანიზაციების საშუალებით, ხო? რომელიც ეს სახელმწიფო არასამთავრობო ორგანიზაციებია, რომლებიც ასეულობით მილიონ დოლარს ითვისებდნენ და ხშირად ხდებოდა ამ თანხების გადატრიალების, ხელისუფლების შეცვლის თუ სხვადასხვა იგივე რაღაც მოვლენების, პროვოკაციული მოვლენების შექმნისთვის, ხო? როცა ამას ამბობს ტრამპის ადმინისტრაცია, თვითონ ტრამპი და ეს თანხმდრილია ოცნების ქმედებასთან, ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ მართლაც 20 იანვრის შემდეგ სიტუაცია უნდა შეიცვალოს. ეხლა ზუსტად 20 იანვრისთვის შემდეგ არ იქნება ეს ცხადია, იმიტომ რომ ამას დრო დაჭირდება, რომ თვითონ პოლიტიკა შეიმუშაონ ამა თუ იმ ქვეყნისა და არსებული მოვლენის მიმართულებით, თვითონ თქვა იგივე შეერთებული შტატების ახალმა ხელისუფლებამ, ხო? ამას დრო დაჭირდება, მაგრამ ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ მართლაც უნდა ველოდოთ გარკვეულ სასიკეთო ცვლილებებს. მაგრამ არის მეორე მომენტიც, რომელიც გარკვეულ ეჭვსაც ბადებს, ეს ყველამ უნდა დაფიქსდეს, რომ ეს შეიძლება ესე ცალსახად ეს არ იყოს. არის რამდენიმე გარემოება. გარემოება ისა, რომ თვითონ რესპუბლიკური პარტიის კონგრესმენები და სენატის წევრები არიჩენენ საქართველოს დაცვის თვალსაზრისით გარკვეულ ინიციატივას. მათ შორის ის გადაწყვეტილებები, რომელსაც ეხლა გვემუქრებიან და იქ ესეთი კონგრესმენი არის რესპუბლიკელი, რომელიც ინიციატორი გამოვიდა და ქმნის ამ კანონებს, რომელმაც უნდა გაამკაცროს სანქციები, ასევე მოიწვია თვითონ მან მოიწვია სალომე ზურაბიშვილი. ამის შემცირება არ შეიძლება, ზოგს გონია, რომ სალომე ზურაბიშვილი მეხუთე ხარისხოვნმა კონგრესმა კი იმან ინიციატივით გამოიწვია, მაგრამ ის ხო თანხმდება ადმინისტრაციასთან, ვის იწვევენ, რას იწვევენ, მაშინ ეთყოდნენ უარს. ანუ მიაღწიეს იმას, რომ აი ეს თქვათ ეხლა რა ქვია, უგვირგვინო დედოფალი ისევ ჩაყავთ იმაში, რა ქვია, ამ იმაზე და აჩვენებენ, რომ აი საქართველოს მიმართ შეიძლება სიტუაცია არ იყოს ისე ცალსახარ, რაც ცხადდება, ხომ? ამიტომ ამ თვალსაზრისით ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ ისიც, რომ შეიძლება დიდად არც არაფერი არ შეიცვალოს და სიტუაცია არც თუ ისე სახარბიელო დაგვიდგეს. აი ხა ცალსახად რო ითქვას, რომ აი ტრამპის მოსვლის შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება, მე ამის საფუძველი არ მაქვს. და ამიტომ ვიძახე, რომ აი ჩვენ გვჭირდება დაფიქრება და ყველა ვარიანტზე გათვლა, რომ როცა იქნება, ვთქვათ, როგორც ანცხადებს ჩვენი პრემიერი, რომ მოხდება გადატვირთვა დასავლეთთან ურთიერთობების, თუ მოხდა ეს გადატვირთვა ჩვენ სასარგებლოდ, ხო, კარგი, მაგრამ თუ არ მოხდა, მაშინ რა სიტუაცია გველის და რა სცენარები იქნება გათამაშებული. ეხლა ამ თვალსაზრისით მე ჩემ მოსაზრებას გეტყვით, რა შეიძლება იყოს. ეხლა ჩვენ ყოველთვის კარგს ვფიქრობთ, რომ კარგად უნდა იყოს ყველაფერი, მაგრამ რო არ იყოს ესეც უნდა ვიცოდეთ, იმიტომ რომ ამ ესეთი ეჭვის საფუძვლები არსებობს. ეხლა ჩვენ გვახსოვს კარგად, იგივე რატომ არის ეხლა სალომე ზურაბიშვილი იძახის, რომ მე ისევ ვარ ლეგიტიმური პრეზიდენტი, ჩადის ხელს ართმევენ და ასე შემდეგ, ხო? და შეიძლება გაგრძელდეს, მე ამას არ გამოვრიცხავ. ეს ის შემთხვევაში თუ აი მართლაც საქართველოს მიმართ გადატვირთვა არ მოხდა დასავლეთის დამოკიდებულების, ხო? შეიძლება გაგრძელდეს და კარგად გახსოვთ ეს ვენესუელის ვარიანტი, ტიხანოვსკაია ვარიანტი, გახსოვთ ტიხანოვსკაია რომ დაყავდათ ეხუტებოდნენ თურქზე კოჩნიდნენ და კიდე ვენესუელის ეს პარლამენტის თავმჯდომარე გაიმარჯვა პრეზიდენტად დანიშნეს და კონგრესში სიტყვით გამოიყვანეს, ხო? მაგრამ არაფერი არ გამოვიდა. ეხლა უკვე ვენესუელის ვარიანტს რატო ვიძახი? ვენესუელაში ჯერ ტრამპის დროს იყო წინა არჩევნების დროსაც, ხო? ბლოკირება გაუკეთეს მთელ ქვეყანას, სანქციები დაუწესეს, ვერაფერი ვერ ხნეს და რატო ვერ ხნეს ეხლა ვთქვათ? იქ ბიზნესს მართავს ჩინეთი. და სამხედრო და ესეთი თქვათ სიტუაციების პოლიტიკური კრიზისის თქვათ მოგვარების თვალსაზრისით რუსეთი ჩაერთო. ანუ ჩინეთისა და რუსეთის ტანდემით ვენესუელაში ამერიკამ ვერაფერი ვერ ხნა. ეს არის ფაქტი. ერთი რამე არის, ეხლა თქვენ რასაც იძახით, სავსებით ბევრი რამ თქვენ გეთანხმებით იმაში, რომ
ჩვენ ძალიან ისეთი ოცნების კოშკები არ უნდა ავაგოთ, მაგრამ თქვენ თვითონ აღნიშნეთ, რომ აი ამ ლიბერალების მიმართ დაფინანსება, რომლებიც დღეს საქართველოში მრავლად არის, სავარაუდოდ შეწყდება, იმიტომ რომ შეუძლებელი ხა ამერიკიდან დაფინანსება მიიღოს LGBT ორგანიზაციებმა, იმიტომ რომ თვითონ ამერიკაში გაეყინებათ მათ დაფინანსება. ამავდროულად ეს ძლავრი ლობია საქართველოში, აი ეს საფარის ქვეშ აღწებული ორგანიზაციების, ბაბუცა პატარაიები, ეს ქვიარ ორგანიზაციები, ეს ყველაფერი ალბათ ამათ გარკვეული მოქმედების არეალი შეეზღუდებათ. ასევე პრობლემა აღარ იქნება ის, რომ ისეთი რაღაცა პოლიტიკა, რომელიც ბაიდენის დროს იყო, რაღაცნაირად ალბათ უფრო პრაგმატულ პოლიტიკაში იქნება ასახვა და ალბათ რუსეთ-ამერიკის პირველი პირების შეხვედრის დროსაც შეიძლება იქ საქართველოს თემამაც გაიჟღეროს, იმიტომ რომ რუსეთს ნამდვილად არ აწყობს, რომ მის საზღვრებთან რაღაც სიტუაცია დაიძაბოს და აქ კიდე რაღაც ცხელი წერტილი გაჩნდეს, მით უმეტეს ამ რეგიონში აი დაძაბულობა უკვე პიკს აღწევს, თქვენ კარგად იცით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ ფაშისტური სახელმწიფო არისო სომხეთიო და ჩვენ ამ ფაშიზმს დავამარცხებთო და გავანადგურებთო და მე არ ვიცი ხა ძალიან დიდი კითხვის ნიშნები არსებობს საერთოდ უკვე აი აქ სომხეთთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ალიევი ტყვილა სიტყვებს არ ისვრის. რამდენიც მან თქვა, იმდენი შეასრულა და თან ისიც გასათვალისწინებელია, რომ უკვე ალიევს დასავლეთთანაც ურთიერთობა აქვს, რუსეთთანაც ურთიერთობა, ძალიან ისეთი არეული სიტუაცია არის. მოკლედ და კაცმა არის ის რა იქნება, მე მგონი. ხალხურეთ როგორი სიტუაცია ჩვენ კავკასიაში და ჩვენი მდგომარეობა საქართველოსი მიმდინარე პროცესები და კავკასიაში არსებული ვითარება გლობალურ ჭრილში უნდა განვიხილოთ, იმიტომ რომ არ გამოდის ესე რომ აი თვითონ ჩვენ ცალკე ვარ და არაფერი არ გვეხება, გამორიცხულია ეს მთლიანად სოფლიოში ყველაფერი იცვლება. აჯერ აი არეულია ყველაფერი და კიდევ შეიძლება უფრო გამწვავდეს და ამ ჭრილში თუ განვიხილავთ, ხო, თვითონ ჩვენი აი კავკასია, ეს შუა დერეფანი რაც დაარქვეს, ევროპისა და დასავლეთისა და აზიის დამაკავშირებელი ხაზი ფაქტიურად უალტერნატივო გახდა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, როცა რუსეთი ჩაიკეტა, ფაქტიურად ჩაიკეტა და აი ამ მიმართულებას უკვე საკმაოდ დიდი დატვირთვა მიეცა. ფოტოშორის რო ავიღოთ ახლა 7-ჯერ გაიზარდა ლოგისტიკური ბრუნვა, თვით ბრუნვა ამ რეგიონში გამავალი. წარმოიდგინეთ რამ ხელაზე იზრდება და ამას კიდევ უფრო მეტი პერსპექტივაც აქვს და ადრეც მithქვამს, რომ ჩინეთისთვის ეს არის ერთ-ერთი უსაფრთხოების გარანტია, რომ სავაჭრო მიმართულებები გადმოიტანოს სახმელეთო სარკინიგზო გადაზიდვებით, შუა აზია, რა ქვია, კავკასია და იქეთ უკვე გამავალი გინდა თურქეთისკენ გინდა, ევროპისკენ გინდა, აფრიკისკენ, საიდანაც გინდა. თუ რომ ამერიკას რკალში ყავს მოქცეული და როცა მოუნდება შეიძლება ჩაკეტოს. 90%-ზე მეტი ვაჭრობა ჩინეთს ექსპორტი აქვს ზღვით. ამიტომ თუ ჩაუკეთა, ფაქტობრივად შეუძლება გაძვიდოს ჩინეთის ეკონომიკა ყველანაირი ომის გარეშე, იმიტომ რომ სულ ბაზები აქვს კალში მოქცეული, ხო? ამიტომ დატვირთვა დიდი გადმოვიდა და გადმოსულია და იზრდება ეს თვითმფრინავი და უფრო მეტად გაიზრდება. ამაში არის ანაკლიის სპორტით ჩართული, ხო? ეხლა თუ კი შევხედავთ ანაკლიის სპორტის დატვირთვას, აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ ჩინეთისთვის უნდა მიეცათ, იმიტომ რომ ტვირთი ჩინეთს აქვს და როგორც ოპერატორი ჩინეთი და როგორც ინვესტორი, ხო, ერთ-ერთი გამორჩეულია და გნებავთ შეერთებული შტატების, ევროპის და სხვა კონტინენტებზეც უმეტესი პორტები ჩინელებს ეკუთვნის, ან აქციონერები არიან. მაგრამ აქ არის გასაღები იმისა, რომ თუ კი ამას განვიხილავთ როგორც ალტერნატივას იგივე ზღვით ვაჭრობის არის გაკეთება ჩინეთს უნდა, ეს ამერიკას არ მოეწონება, იმიტომ რომ უფასურდება მისი სამხედრო დანახარჯები ან ბაზებზე, რომელიც აი როგორ მოხდება, ბატონო, ბოდიში ჩაგეკითხებით, აი ჩვენ თუ ამერიკასთან ვაპირებთ ურთიერთობას, ამერიკა რამდენად დაუშვებს აქ ანაკლიის სპორტის სამუშაოებას. მაგაშია საქმე, უყურეთ. აი როგორ მოხდება? ეხლა სწორედ ეხლა დღესაც უყურებდი გამოსვლებს და ის რუბიო გამოვიდა და პირდაპირ ამბობდა, რომ ჩვენ კომუნისტურ ჩინეთს დავეხმარეთ და ეხლა ის პრობლემებს გვიქმნის და თუ ესე აღარ შეჭირდება ეს ამბავი, ჩვენ მივიღებთ შესაძლებლობას ომებს და განსაკუთრებით მწვავე დამოკიდებულება აქვს ტრამპის ადმინისტრაციას ჩინეთის მიმართებაში. რუსეთი კიდე ცალკე მომენტია როგორ დამოკიდებულებას დაიჭერენ, მაგრამ ჩინეთის მიმართებაში ისინი ძალიან კაცრი ზომების მიღებას აპირებენ და ამ თვალსაზრისით ჩვენ კიდე ყურადღების ქვეშ ვექცევით.
ეხლა ჩვენ თუ შევხედავთ ამას ხომ ამ სიტუაციას და თუ კი დიალოგი გაიმართა შეერთებულ შტატებთან ჩვენ მე მაგალითად ესე უყურებ ჩვენთვის საინტერესოა ჩინეთის განვითარება მაგრამ თუ შეერთებულ შტატებს არ უნდა მაშინ რას გვთავაზობს ის რა უნდა შემოგთავაზოს ხო? ან უნდა უფრო კარგი რაღაც ვარიანტი შემოგთავაზოს, ან რაღაცა ინვესტიცია შემოგთავაზოს, თუ სტრატეგიული პარტნიორია, ესე იგი, ამასთან დაკავშირებით მთელი რიგი ზომები უნდა მიიღოს, რომ ჩვენთვის ხელსაყრელი და მომგებიანი იყოს ამის გაკეთება. ჩვენ როგორც სუვერენულმა სახელმწიფომ ისე უნდა მიუდგეთ და არა ისე მეხუთე კოლონა რომ რასაც ჩაძახებენ რომ აქ უნდა თავს მოგვაყრონ ხო ცოტა სერიოზულობა და რაღაც ისტორიული სიმწიფე უნდა გამოვიჩინოთ ყველა საკითხის განხილვისას ამიტომ თუ კი ისინი რამეს კარგ თავაზობენ ეს უნდა სახელმწიფომ გაიზიაროს და აწონ-დაწონოს რომელი ჯობია რისკების ადმაკლებია და ეფექტურობა რომელი იქნება ჩვენი სახელმწიფოსთვის ხო ეხლა თუ კი კავკასიის წრეში განვიხილავთ ეხლა შეხედეთ რატომ არის ეხლა ბოლო პერიოდში სომხეთის მომენტი სომხეთმა ვითომ რუსეთს ზურგი უქცია მე პაშინიანმა ჯერო ვითომ ევროკავშირში უნდა შევიდეო და ოდეკაბედან უნდა გამოვიდეო მე თქვა რომ არ გამოვდივარო იმიტომ რომ სომხეთი არის აი როგორ გითხრათ ახლა ჩიხური ტერიტორიულად არის ჩიხურ მდგომარეობაში ტერიტორიულად ვიძახი რა იქეთ თურქეთია და თურქეთთან დამოკიდებულება არ არის დალაგებული აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულება დადებული არ არის და ჩვენ ავართ ერთი და ჩვენ იმან პრემიერმა გააფორმა სტრატეგიული ურთიერთობაზე ხელშეკრულება მე არ ვიცი რა სიტუაციებს ეს სტრატეგიული ურთიერთობა მაგრამ მე მინდა საკმაოდ გაფრთხილებით ვთქვა რომ თუ კი ეს იქნება სომხეთის იმისთვის მილიტარიზაციისთვის გაკეთებული ეს ძალიან მძიმე რაღაც პრობლემებს დაუყენებს იგივე აზერბაიჯანისა და თურქეთის მხრიდან ჩვენ დაგვიყენებს ამას ხო რომ ბოდიში რომ ეს სტრატეგიული ხელშეკრულებაზე ლაპარაკობ გაფორმდა სომხეთთან ხელშეკრულება სტრატეგიული ურთიერთობის საქართველოსა და სომხეთს შორის კი როგორ ამას წინათ რო იყო გაფორმებული ინტერნეტ შეგიძლიათ ნახოთ გაფორმებული რა სიტუაციებს იქ ეხლა იქ არ ჩანს ეს რო რაღაცა სამხედრო ნაწილმა ეხლა იქ რა დანამატებია და რა ის არის მე არ ვიცი ეხლა არ მინდა ესე იმით თქვა და დარწმუნებით ეს თქვა მე არ შემიძლია მაგრამ მცდელობა ერთხელ იყო შარშან როცა ეს ფრანგული ბრონე მანქანები შევიდა ტექნიკა შევიდა და ეხლა შეიძლება ეს მცდელობა იყოს და ეხლა ამ ფონზე კიდე შეხედეთ სომხეთმა გააფორმა სტრატეგიული ურთიერთობის შესახებ ხელშეკრულება შეერთებულ შტატებთან ჩვენ როგორც ჩვენ უკვე გაფორმებული როცა ნატოში არ მივიღეს ჩვენს გავიფორმეს ეხლა ჩვენთვის სტრატეგიული ურთიერთობა დიდად არაფერს არ ნიშნავდა ეს უბრალოდ ესე ქვია მაგრამ იმას არ მოყოლია შეერთებული შტატების მხრიდან რაიმე ქმედება რა რასაც სტრატეგიული ურთიერთობა ქვია სომხეთის მიმართებაში ეს როგორ მოხდება არ არის ეს ადვილად წარმოსადგენი რა და ამან შეიძლება საკმაოდ დაძაბოს ეხლა რატომ ეხლა სომხეთის არსებული მდგომარეობა ტერიტორიულად იძლევა იმის საშუალებას რომ ის გამოიყენონ საქართველოში კავკასიაში სიტუაციის არევისთვის ამიტომ არ მოაწერა პაშინიანმა ხელი სამშვიდობო ხელშეკრულებას ეს ზანგენტუგის გასასვლელი რაც არის კორიდორი იმასთან დაკავშირებით ჯერ იყო ლაპარაკი და მერე უარი უთხრეს აზერბაიჯანს და აი რაღაც დაძაბულობა შეიქმნა ამ თვალსაზრისით და ესე იგი სომხეთს უნდა ეს მომენტი ალბათ კარგად გაყიდოს ეხლა მაგათი გადასახედიდან თუ შევხედავთ მაგრამ მთლიანობაში მოუწევს სომხეთს სხვისი თამაშის შესრულება და შეიძლება მთლიანად არიონ აქ სიტუაცია ის არ უნდა გამოვრიცხოთ ასე რომ აქ რაღაცისარევის მომენტები არ არის გამორიცხული და ალიევმა იმიტომ თქვა სხვადასხვა ილხამ ალიევმა რომ გაანებეთ კავკასიაში ჩარევას საქმე განსაკუთრებით საქართველოში გამოყო რომ გაანებეთ საქართველოში ჩარევას საქმე ჩვენ ცხოვრობდით ისტორიულად ყველა ერთად და როცა არავინ არ ერეოდა მაშინ ვალაგებდით სიტუაციას მართლაც ესე იყო ყველა კონფლიქტი რომელიც იყო კავკასიაში გამოწვეული გარედან ინტერესებისთვის იყო გაკეთებული. აი ესე შევხედოთ. ასევე მეორე მომენტიც არის სხვათა შორის ეს უფრო სიღრმისეული გათვლის მომენტია რუსეთი აკვირდება სიტუაციას და რუსეთი კი იძახის ეხლა რომ წინააღმდეგია თქვა რაღაცა მოქმედების მაგრამ აქ მეორე მომენტიც არის მათი გადმოსახედიდან თუ შევხედავთ შეიძლება მიუშვას რაღაც კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნას რაღაც გაცხელებული შეტაკებებიც მოხდეს და როგორც სამშვიდობო რუსეთი ჩაერევა და თქვა გარკვეულ რაღაც მომენტებს პრეფერენციებს თავის
გავლენებს გაიძლიერებს ამით. ეს შესაძლებლობები შეიძლება მათ ჰქონდეთ. ასე რომ ეხლა ეს დიდი სახელმწიფოები უყურებენ ვინ რა თამას განახორციელებს. ჩვენც ამაში მოქცეული ვართ. ჩვენ ვართ აი ძალიან ისე ძიმეთ მოქცეული და დიდი სიმხილე გვმართებს. ეხლა დღეს ყველაფერი მიდის პოლიტიკური ვაჭრობის რანგში არის გადაყვანილი. დღეს ეხლა ბიზნესმენები და ოლიგარქები არიან ფაქტიურად წამყვანი ქვეყნების ლიდერები. აბა ილონ მასკი და თვითონ ტრამპი ვინ არის, ხო? ესენი ბიზნესით კუთხით უყურებენ, საიდან რა აიღონ და ამიტომ მისი მიდგომა აბსოლუტურად სხვა არის. ხედავთ როგორ თქვა, რაში მაინტერესებს მე უკრაინა? რატომ უნდა დავხარჯო ამდენი ფული ისედაც ეს რუსეთის გავლენის ქვეშ არის? შეიძლება საქართველოსაც იგივე თქვას, რა საქმე მაქვს ეხლა ეგეთი იმ შიშორეზე წავიდე მე და რუსეთის გავლენის ქვეშ არის ეს მისთვის შინაარსობრივად ესეთი მიდგომა იყოს, ამიტომ ეს მომენტები გამოჩნდება და მისი მიმართულება გადახრილია რომ ამერიკა გააძლიეროს სტრატეგიულად და კანადას და გრენლანდიას უტევს და პანამის დაბრუნებას აპირებს. ესე რომ აი სრულიად ახალი რაღაც ამოვიდა. ფაქტობრივად აი კოსოვოს აღიარების შემდგომ სოფლიოში ახალი ტენდენციები შემოვიდა და სხვათა შორის კოსოვოს აღიარებამ გამოიწვია ის შემდგომ რომ აფხაზეთის და ჩვენი აი ამ სამაჩაბლოს აღიარებამ გამოიწვია და ეხლა აი ამ თამაშის დაწყებამ ამერიკის მხრიდან რომ მე აგერ ავდგები გრენლანდიას შევიერთებ და აგერ იმას კანადას მივიერთებ შეიძლება სხვა სახელმწიფო ეგ თურქეთმა მე ავდგები ამას შევიერთებ აგერ ადგეს თქვა სიტყვაზე რუსეთი მე ამას შევიერთებ ანუ ფაქტობრივად აი ამ ტრამპის მოსვლის შემდგომ სოფლიო კი არ დაწყნარების პროცესი კი არა შეიძლება არეულობის პროცესიც დაიწყოს იმიტომ რომ ეხლა თუ შენ ეხლა ესე მიერთება მოერთების საკითხი დაიწყო იქ ზოგი ეხლა კაი შეიძლება გრენლანდია და კანადა დათანხმდეს იმას რომ გახდნენ ახლა გრენლანდია შეიძლება დათანხმდეს მაგრამ კანადის საკითხი როგორი ხდება არ ვიცი მაგრამ ფაქტობრივად ტრამპის ინაუგურაციის შემდგომ შეიძლება დაიწყოს გადანაწილების პროცესი სოფლიო ახალი გადანაწილების პროცესი გამორიცხული არაფერი არ არის ის რაღაცა მეორე სოფლიო ომის შემდგომი რაღაც ბალანსი რომელიც შეიქმნა მაშინ საბჭოთა კავშირი იყო და შეერთებული შტატები ძირითადად წამოვა მაშინ გარკვეული ორპოლუსიანი იყო მთელი სოფლიო და რაღაც ბალანსი არსებობდა და იმიტომ დაარქვეს ცივი ომი რომ პირდაპირ შეტაკება არ მომხდარა ხო ეხლა უკვე შეტაკებები მიდის უბრალოდ ტექნოლოგია შეიცვალა ეხლა დიდი ფრონტები დრონებით და სხვადასხვა კოპტერებით იბრძვიან ხო და შესაბამისი ზუსტი იარაღის გამოყენებით იბრძვიან ესე რომ შეიცვალა ტექნოლოგია შეცვლია და ამიტომ ეხლა ეს მესამე მსოფლიო ომს თუ არ დავარქმევთ ბევრი ცხელი წერტილები არსებობს და კიდევ შეიძლება წარმოიშვას გამორიცხული არაფერი ამ თვალსაზრისით არ არის ამიტომ ტრამპის მიდგომა რომელიც არის ის აი რაღაც როგორ არის ფაქტურად შეარყია მთელი მსოფლიო მიდგომა აბსოლუტურად სხვა ხედვა აბსოლუტურად სხვა მიდგომა აქვს ამიტომ შევხედავთ ეხლა როგორ განვითარდება სიტუაცია აქ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია რატო თქვი ჩვენ უსაფრთხოების გარანტიები გვჭირდება უსაფრთხოების გარანტია იქნებოდა თუ კი მაგალითად ჩინელები უკვე იქნებოდნენ იმაში შემოსული ანაკლიაში ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა და სხვათა შორის ჩინელები და რუსები რაღაც ტანდემში მოქმედებენ მე ადრეც მithქვამს რომ როცა აკეთებდნენ იმაში ჩვენთან იქ სამურზაყანოში რო აკეთებდნენ რა ქვია იმას ოჩამჭირში რო აკეთებდნენ პორტი რო გააკეთეს ფაქტიურად ის დიდად კი არ ჭირდებოდა ის კეთდებოდა რომ ჩინელები რო შემოვიდოდნენ იმაში ანაკლიაში მათ ქონოდათ სამხედრო დაცვა ყველანაირად, იმიტომ რომ ესეთი ობიექტი, რომელიც ფაქტიურად ჩინეთის უსაფრთხოების გაძლიერებისთვის კეთდება და ეს ჩვენთვის მომგებიანია, მას სამხედრო ფარველობა ჭირდებოდა და სამხედრო ფარველობას უკეთებდა. ბატონო, აი რამდენად განხორციელებადია უკვე ანაკლის სპორტი, ეხლა ჩვენ თუ ამერიკასთან უნდა შევინარჩუნოთ ისეთი ურთიერთობა, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორობას ეხება, მაშინ ამერიკა თქვენ როგორ ფიქრობთ, წვანეშუქს აუნთებს იმას, რომ საქართველოში ანაკლის სპორტი გაკეთდეს? რამდენად რეალურია ეს? იმიტომ რომ ანიკით ეხლა ესე ორ იმაზე ვერ ვიქნებით, ანიკით უნდა ვიყოთ ანაკ, ხო? ეხლა არ ვიცი, შეიძლება რომ თვალი დახუჭოს ამერიკამ ანაკლის სპორტზე?
არა თვალს არც დაუხუჭია თვალი არც ღიად განაცხადეს მაგეთი ღიად აცხადებდნენ ეხლა როგორ იცით სახელმწიფო ინტერესი ამერიკის თუ სხვა ქვეყნის არა აქვს მნიშვნელობა ხელისუფლების ცვლილებით შეიძლება მით უფრო მსხვილ იმპერიურ ქვეყნებში არ იცვლებოდეს შეიძლება ხელისუფლება შეიცვლებოს და ინტერესი დარჩეს ხო არა მე რაც ვიძახ იცი აი რას გულისხმობ იცი რომ აი ამან შეიძლება გამოიწვიოს რომ დაამუხრუჭოს აი ხა შეიძლება საქართველოს ხელისუფლებას ამერიკის შეერთებული შტატები რაღაცას თხოვდეს ჩვენ არ უკუაგდოთ როგორც ისრაელი მაგალითად არის პარტნიორი ხო მისი რა ქვია ამერიკის მაგრამ ისრაელის ხელისუფლება ბევრ რამეში არ ეთანხმება ამერიკას და რასაც უნდა იმას აკეთებს ხო და ანუ მე რა ვიცახი რომ აი თქვა დაეთანხმება თუ არა მეთქი ანუ შეიძლება არ დაეთანხმოს ამერიკა მაგრამ ჩვენ მაინც გავაკეთოთ ეს შესაძლებელია მოხდეს რომ შესაძლებელია მაგრამ აქ აიყურეთ ახლა მე ესე შევხედავდი რა ახლა რაც მიმდინარეობს ქუჩებში ეს არის გამოძახილი იმისა რომ საქართველოს არ დაემორჩილა დასავლეთის ბრძანებებს ნუ პირდაპირ თქვათ და ის გამოიჩინა გარკვეული სუვერენული ქვეყნის ელემენტები და ცდილობს რომ თავისი ნაბიჯები გააკეთოს თავის ინტერესებში ამიტომ არის ახლა აქ რო ხელისუფლება შეეცვალათ წარმოიდგინე შეეცვალათ რა ანაკლია კი არა რასაც უნდა იმას გააკეთებინებდნენ და მეორე ფრონტსაც გაახსნებინებდნენ ეს არ არის ლიტონის სიტყვები მართლაც ეს ჩადებულია მათ ინტერესებში ეხლა ჩვენ რომ ვიყოთ უზარმაზარი იმპერია შეიძლება ჩვენც ეგრე გვეფიქრა ამიტომ იმას კი არ უნდა ვაკრიტიკოთ ისინი რატო ფიქრობენ ჩვენ რას გავაკეთებთ ეგ არის მთავარი რასაც თქვენ ბრძანებთ ეხლა რომ ჩვენ კიდევ რომ გავაგრძელოთ დაუმორჩილებლობა რა მოხდება მოდით შევხედოთ აი სცენარი განვიხილოთ რაც გამორიცხული არ არის ველოდებით კარგს მაგრამ ესეც არ არის გამორიცხული შეერთებულმა შტატებმა ძალიან მკაცრად უფრო მკაცრად დააყენონ საკითხი არანაირი ჩინეთი არანაირი ტრანზიტი ეს უნდა აღიკვეთოს არ დავითა რა მოხდება მოხდება შემდეგი რაც შეიძლება ყველაზე მძიმე ჯერ ერთი სანქციები გაგრძელდება ეს ერთი მეორე ამ დაფინანსება მეხუთე კოლონის გაგრძელდება და შეიძლება სახელმწიფოს მიმართაც კი გადადგან საქციების ნაბიჯები. რა შეიძლება მოხდეს? ეს არის შეერთებულ შტატებს ძირითადად შეუძლია ეს ეკონომიკური პრობლემების შეგვიქმნას განსაკუთრებით საბანკო სისტემაში და ლარის კურსთან დაკავშირებით. რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჩვენი ეკონომიკური საფუძვლების რღვევა. და ხშირად მithქვამს რითი ვართ ჩვენ დაცული ამ შემთხვევაში. ამ შემთხვევაში ჩვენ დაცული უნდა ვიყოთ ჩინეთის მხრიდან. თუ კი ეს ჩინეთის სტრატეგიული მიმართულებაა, ჩინეთისთვის პრობლემა არ იქნება საქართველოს გადაალახინოს აი ის ეკონომიკური და ფინანსური ზეწოლები, რომელიც შეიძლება შეერთებულმა შტატებმა გაგვიკეთოს. ეს რაც ეკონომიკურ ნაწილში, ხა პოლიტიკურ ნაწილში რაც შეიძლება იყოს. პოლიტიკურ ნაწილში დაწყებულია ეს სცენარი, იგივე ეს უგვირგვინო დედოფალი ხო დავარქვით იმას სალომე ზურაბიშვილს ხო? ჩამოატარებენ, იტყვია რომ ეს არის პრეზიდენტი, ტრიბუნებიდან გამოიყვანენ სიტყვით, აქაური მეხუთე კოლონა ატეხავს ამბავს, აი ეს არალეგიტიმურია, ეს არის ლეგიტიმური, ატარებენ ესე. თუ კი ჩვენ ჩინეთის მხარდაჭერა გვექნება და ამას გააკეთებს თქვა დასავლეთი რომ ჩვენ პოლიტიკური რაღაც თამაშებში ჩაგვითრებს და არალეგიტიმურობის ან რაღაც მომენტებს გააკეთებს ეს აი მე აღნიშნე სწორედ ეს ვენესუელის ვარიანტია. ვენესუელის ვარიანტში ჩვენ რო გითხრათ ეს მომწონს, მე არ მომწონს ეს ვარიანტი, იმიტომ რომ ბევრი შეზღუდვებია, ბევრი პრობლემებია, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩინეთისა და რუსეთის ესე იგი გავლენის საშუალებით შეერთებული შტატები ვერაფერს ვერ გააკეთებს, მაგრამ შეგვიქმნის აი ამ მსგავს პრობლემებს. ესეც უნდა ვიცოდეთ გამორიცხული, არაფერი არ არის. ამიტომ აქ ჩვენ თუ გამოვძებნით ბალანსს იმ ბალანსს რომ შეერთებული შტატები თუ რაღაცა საინტერესოს შემოგთავაზებს და ჩვენ მაშინ ვიღირს რომ ამაზე უარი ვთქვათ, ეს ერთია. მაგრამ თუ შემოგვიტია იმ თვალსაზრისით რომ როგორც ადრე რომ განიხილავენ კოლონია და რასაც უნდა იმას დაავალებენ რომ ის გააკეთო ხო თუ ესე მოგვიდგებიან მაშინ აი წავა ეს მიმართულება ჩვენ იძულებული ვიქნებით უკვე სხვებთან დავიჭიროთ საქმე სახელმწიფო სუვერენიტეტის შევინარჩუნოთ და გადავიტანოთ ეს პრობლემები სანამ სოფლიოში მთლიანად დაალაგდება სიტუაცია. ესე რომ გამორიცხული სცენარები აი ეს რაც მე ვთქვი არ არის ჩვენ კარგს ველოდებით, მაგრამ გვინდა რომ ვთქვათ გავითვალისწინოთ ეს ცუდის. და ერთ ვიტყოდი კიდევ როგორ აიცით ჩვენთან აი ხელისუფლება უნდა იყოს ღია, არ არის ღია ხელისუფლება, ოცნება კლუბის სახით არის ჩამოყალიბებული და აი ამ ბრძოლაში როცა შედიხარ, შენ იმ ტელევიზიებით და ტექსტების იმის წაკითხვით კი არ უნდა იყო და ტრიბუნაზე გამოშვით დაკავებული. შენ მთლიანად ხალხი გვერდში უნდა დაიყენო. მე ხა რასაც ვხედავ არ მომწონს ზოგიერთ ისეთი პირები გამოდიან მიტინგებზე, რომელიც მე ვფიქრობდი, რომ საერთოდ ესე არ იაზროვნებდნენ.
და ეს პროპაგანდა, манипуляცია, ყველაფერი მოქმედებს ადამიანებზე და ნუ ვარ ჩვენ მე წინა იმაში თქვით, ნუ გონია რომ თუ კი თეატრის დირექტორია თუ მსახიობია, ის ვალდებულია პოლიტიკაში ერკვეოდა. წავიდა ის დრო, აღარ არის, ადრე იყო ესე საბჭოთა პერიოდში, როცა ინტელიგენცია უფრო მეტ ინფორმაციას ღებულობდა და თქვა, ვინც ეხა დაზგასთან მუშაობდა, ის არ იყო ამაში ჩართული და საზოგადოებრივი აზრის შექმნაში ინტელიგენცია მონაწილეობდა. ეხლა ესე არ არის, ყველა შეუძლია მონაწილეობა აზრის ფორმირებაში მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ არავინ არ არის ვალდებული რომ ყველაფერში ერკვეოდეს. და თუ გვინდა რომ გავარკვიოთ სახელმწიფო ინტერესი სად არის, მათ ყველასთან მუშაობაა საჭირო და ამ მუშაობას მე ვერ ვხედავ სამწუხაროდ. გეთანხმებით, აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით, მეტი დიალოგი, მეტი გამჭვირვალობა საჭირო მოსახლეობასთან და ამაში ნამდვილად სწორი ბრძანდებით. მე მინდა მადლობა გითხრათ ბატონ ლევან, ძალიან საინტერესო იყო თქვენთან როგორც ყოველთვის საუბარი და იმედია რომ ხელისუფლება აი ამ გარკვეულ მოსაზრებებს გაითვალისწინებს, იმიტომ რომ ეს მისთვის იქნება სასურველი და კარგი. დაგემშვიდობებით. აიწყარეთ მადლობა. დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ. ბატონი ლევან მამალაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი და მართლაც აი მე ხა ბატონ ლევანს უსმენდი და აი ძნელი არ დაეთანხმო იმაში რომ იცით როდესაც ჩვენ ამდენი მტერი ყავს გარშემო ჩვენ ხედავთ რამხელა ბრძოლების გადატანა უწევს ხელისუფლება იქ შენ აუცილებლად უნდა ყავდეს მოკავშირე საზოგადოება სამოქალაქო საზოგადოება ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოება სამოქალაქო სექტორი დაირქვეს ამ გრანტი ჭამიებმა ვითომ ესენი იყვნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები რა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესენი ვის წარმოადგენენ აი საია ვის წარმოადგენს ან ვის წარმოადგენს სამართლიანი არჩევნები ჩვენ ხო კარგად ვხედავთ ესენი წარმოადგენენ ამერიკას ესენი წარმოადგენენ ევროკავშირს ესენი წარმოადგენენ დასავლეთს. ეხლა სოფლიოში პრეცედენტი არ მომხდარა ევროკავშირის ბრალდებულისთვის გირაოსთან ხა გადაეხადა. ანუ ეს ეხლა ნიკა მელია წარმოადგენს ევროკავშირს აქ. ევროკავშირის წარმომადგენელი, ეხლა რაც არ უნდა, იმიტომ რომ რაც უნდა ევროკავშირს იმას ახმოვანებს ნიკა მელია. აი მოსამართლეებს კვერცხები რო ესროლეს, ეს ადამიანები ვინც კვერცხებს ისრიდა, სწორედ ამერიკას წარმოადგენენ. აი სილა რო გააწდა იმას იმ პოლიციელ დგებუაძეს იქ ბათუმში, აი ეს ადამიანი ის ნაძირალა ქალბატონი ის ამაღლობელი წარმოადგენს ამერიკას, იმიტომ რომ გამოვიდა იქ კონგრესმენი და თქვა რომ გაათავისუფლეთ პოლიტპატიმარიო. და როდესაც ამდენი მტერი ყავს შენ უნდა გქონდეს კავშირი ნამდვილ სამოქალაქო საზოგადოებასთან. ანუ იმ ხალხთან, ვინც ამინდს საქმის ქვეყანაში, იმ მედიასთან, რომელიც ყოველდღიურად ჩართულია ქვეყნის ყოფა ცხოვრებაში, იმ იურისტებთან, ეკონომისტებთან, მართლაც აიცით რა არის, ხა მე ვერავინ ვერ დამაბრალებს, რომ ამ ხელისუფლების მტერი ვარ, პირიქით მოყვარეს პირში უძრახეს პრინციპით გამოვდივარ და არ შეიძლება მარტო მართლა რაღაცა ეს იმედი, რაღაცა კლუბური სისტემის იყოს და მარტო 5-6 კაცი გამოდიოდეს. არ შეიძლება, როდესაც შეხვედრები იმართება რაღაც საზოგადოებასთან, სულ ერთი და იგივე სახეები იყოს. ჩვენ ვერ გავიგე ნაკლები ვიბრძოლეთ 2012 წლამდე ვინმეზე ნაკლები გავაკეთეთ ამ ქვეყნისათვის მე პირადად ეხლა 2012 წლამდე ვიბრძოდი სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და ზოგიერთი ეხლა რო არის რაღაცა პოზიციებზე გოგლი-მოგლი ჭამდა მაშინ და არაფერში ბუჩქებში იყო შემძრალი და ელოდებოდა მოვლების განვითარებას მაგრამ იმის გამო რომ რაღაცა პრივილეგიები არ მივიღია ამის გამო არ გავბრაზებულ ვარ და დავბოღმილ ვარ ამ ხელისუფლებაზე პირიქით ხელისუფლების გვერდში ვდგავარ როდესაც უჭირს მას იმიტომ რომ ხელისუფლების გვერდში დგომა მარტო იმაში კი არ გამოიხატება რომ ქვეყანას უდგევარ გვერდში ამ შემთხვევაში შენ რო უდგეხარ ხელისუფლებას ქვეყნის გვერდში დგომა და ამიტომ უნდა გაიხსნას ეს დიალოგები რაღაცა არ შეიძლება კეთროვანები ვიყოთ ჩვენ რაღაცა ის ადამიანები რომლებიც ვართ რამ ქვეყანაზე რაღაცა საზოგადოებაში მხარდაჭერა გვაქვს ამაში ვეთანხმები ბატონ ლევან როგორ შეიძლება არ დაეთანხმო ამ ყველაფერში იმიტომ რომ თუ მხარდაჭერა არ იქნა თუ კი ეს კონსენსუსი არ იქნა მარტო ხელისუფლება ვერაფერს ვერ იზამს და ვერც გააკეთებს ვერაფერს. დღეს აი ჩვენ ამ თემებზე სასაუბროთ ყავს ასევე სტუდიაში სტუმარი პროფესორი ბატონი ელიზბარაშვილი მოგესალმებით ბატონო ელიზბარ და მე მინდა რომ აი რაზეც შევჩერდით ეხლა აი ბოლო თუმცა წინა თემებსაც შევეხებით აი ამ კომუნიკაციის თემაზე მინდა ვილაპარაკოთ რომ
აი თქვენც ახლა წარმოადგენთ სამოქალაქო საზოგადოებას თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ბრძანდებით. აი მე ვერ გავიგე რატო უნდა იყოს რომ პირველ არხზე აი მაგალითად გამოდიოდეს გაურკვეველი ტიპის ადამიანები და მაგალითად ბატონ ელიზბარაშვილს არ ეძახდნენ. იგივე შეხვედრები, როდესაც არის ინტელიგენციას და როდესაც არის საზოგადოება. რატო არ უნდა იყოს? რატო უნდა ვიყოთ ჩვენ გარიყულები და რატო უნდა ვიყოთ რაღაც კეთროვანის რაღაცა რო გიყურებენ ისე თითქოს. აი ეს არის გულდასაწყვეტი მართლაც და ამაზე უნდა ითქვა. აი ყოველთვის ველოდებით ყოველი არჩევნების შემდგომ აი დღეს იქნება, აი ხვალ, აი ეხლა დაიწყებენ. არა, აი ნახე ეხლა დაიწყებენ ესენი ამ ყველაფერს. გავარჩევნები, აი ეხლა დაიწყებენ და ესე გადის წლები და ამასობაში 12 წელი გაილია ხალხო. გავიდა ცხოვრება და ჩვენ ველოდებით იმას რომ როდესმე ადამიანებად ჩავთვლიან და ესე არ ხდება და ამიტომაც არის სხვათა შორის რომ აი იქ ვინც დგას ეხლა აი ნაცხრობის აქციებზე მე არ ვამართლებ მაგ ადამიანებს ზოგიერთი აი სწორედ ესეთი ადამიანია რომ გულდაწყვეტილი რომ აი გარიყეს ჩაწიხლეს და არ იყო ჩასაწიხლი ამ დროს აი ამიტომაც რაღაცა ცოტა არ იყოს სხვანაირადაც უნდა მიუდგეთ რატო არის იქ ხალხი ყველა მართლა იქ ნაცები კი არის მაგრამ თლათ ყველა ნაცი არ დგას იქ ხო ესეა რა რა თქმა უნდა მოგესალმებით ბატონო ნიკოლო დიდი მადლობა მოწვევისათვის მივესალმებით ტელემაყურებელს აი საკითხი რაც ამოჭერეთ ბოლოში ხო კომუნიკაციის საკითხი საერთოდ მინდა ვთქვა რომ ქართული მედია სისტემა აი ბოლო 10 წლეულები ჩამოყალიბდა როგორც მახინჯის სისტემა, რომელიც არის ჩაკეტილი სხვადასხვა სეგმენტებში. აი დღეს რო გადახედოთ თქვენ ყოველ პოლიტიკურ ძალას, ყოველ პოლიტიკურ დაჯგუფებას აქვს თავისი მედია. ამ მედიაში შედან და ერთმანეთს ესაუბრებიან. მათ შორის სახელმწიფო მედიაშიც იგივე ხდება. თქვენ ახსენეთ თუ ბატონმა ლევანმა რომ ჩამოყალიბდა კლუბად, აი ეს ტელევიზიები, სამთავრობო ტელევიზიები სადაც არის გამოყვანილი ერთ და იგივე სახეები და ერთმანეთს ელაპარაკებიან ამ მედიაში, ნაცმოძრაობის ტელევიზიებში ერთმანეთს ელაპარაკებიან და ასე შემდეგ. ხო, ეს სისტემა არის დაყოფილი სეგმენტიზაცია, სადაც ხდება სწორედ ადამიანების მაყურებლების ერთმანეთსაგან გაუცხოება, მაყურებლები ცხოვრობენ სხვადასხვა რეალობაში, იმის მიხედვით, რომელ მედიას უყურებენ. და არავითარი ღია სივრცე დისკუსიისათვის რაც პრინციპში უნდა შეასრულოს საზოგადოებრივ მაუწყებლობ პირველ რიგში. ესეთი რამე არ არსებობს და როდესაც არ ხდება საზოგადოებაში დისკუსიები, ასთა გაცვლა, გამოსვლა, ღია დისკუსიები და ყველა პოლიტიკური სეგმენტი ცალკე ზის თავის მედიაში და ერთმანეთს ესაუბრებიან, ეს ქმნის ისეთ სიტუაციას, რომელსაც ქვია საზოგადოებრივი პოლარიზაცია, ერთმანეთთან გაუცხოება და სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვა, ისე რომ ჩვენ ყავს მოსახლეობის ცალკეული სეგმენტები, რომლებიც დღესდღეობით ცხოვრობენ სრულიად სხვადასხვა რეალობაში. რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით? ეს არის ხელისუფლების გასაკეთებელი, რომ გაიხსნას მედია. გაიხსნას მედია სივრცე, გაიხსნას სადისკუსიო სივრცე. არ შეიძლება, რომ ისინი იქ არ მიდიან, ესენი აქ არ მოდიან, ბოიკოტები, ეს ავნებს ქართულ საზოგადოებას, ქართულ მედია სივრცეს და ხდება, ასე ვთქვათ, ჯიბის ტელევიზიებად გადაქცეული არის მთელი საქართველოს ეს მედია სივრცე. მე გაახსენებთ ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსის იორგენ ჰაბერმასის აზრს, რომ საზოგადოების წინსვლისათვის და ჰარმონიზაციისათვის ყველაზე მთავარი რაც არის, ეს არის დისკუსიების გახსნა საზოგადოების შიგნით, იმისათვის რომ გადაილახოს ყოველგვარი სიმახინჯე, ყოველგვარი დაავადება და თანდათანობით საზოგადოება წავიდეს სიჯანსაღისაკენ, უფრო რაციონალური ცნობიერებისაკენ და საზოგადოების ცალკეულ სეგმენტებს შორის არ იყოს პოლარიზაცია. რაც შეეხება აი იმ გლობალურ თემას, რაზეც ბატონო ლევანი შეეხო, მე მინდა ჩვენ მხრიდან აღწერო ეს სიტუაცია. იცით, რასაც ჩვენ ვხედავთ დღეს რუსთაველის პროსპექტზე, ეს არ არის შიდა ქართული სიტუაცია. ეს სიტუაცია არა შიდა ქართულია, არამედ ეს სიტუაცია არის გლობალური სიტუაციის, რაც არის გეოპოლიტიკური სიტუაცია, იმის ანარეკლია. რაც ხდება მსოფლიოში, მაგის ანარეგლს ხედავთ ჩვენ, ეს არის აისბერგის თავი, რასაც ჩვენ რუსთაველის პროსპექტზე ვხედავთ. აისბერგის ტანი არის სწორედ ის, რომ კავკასიაში შემოვიდა ბრიქსის გაერთიანების ეკონომიკური ინტერესები. და ამ ეკონომიკურ ინტერესებთან ძალიან ძლავრია უკვე ეს. ხდება ანგლო-საქსონური ელიტის დაჯახება. სწორედ ამ ჯახის გამოხატულებაა ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, საერთოდ ისტორიულად
ომების უმეტესობა ხდებოდა იმის გამო, რომ სხვადასხვა ძლიერი სახელმწიფოები ცდილობდნენ, რომ ხელში ჩაეგდოთ სავაჭრო მაგისტრალები, მქონოდათ მასთან დაშვება და ეკონტროლებინათ, ხოლო სხვა მაგისტრალები ჩაიკეტათ ყოველთვის. და მე ვფიქრობ, რომ ისტორიულად ეს არ შეცვლილა, უბრალოდ აქამდე საუკუნეების მანძილზე სავაჭრო მაგისტრალები ძირითადად იყო საზღვაო გზებით გაშლილი დედამიწის სხვადასხვა რეგიონებში, რომელსაც აკონტროლებდა სწორედ ანგლო-საქსონური ელიტა, მაგრამ 21 საუკუნეში იმდენად გაძლიერდა ტექნოლოგიები, სახმელეთო ჩქაროსნული ტრანსპორტი, რომ გაცილებით უფრო ოპტიმალური არის, რომ ეს გზები სოფლიოში სავაჭრო მაგისტრალები გადიოდეს სახმელეთო გზებით, ამისი ტექნიკური შეაძლებლობა არის უფრო გამარტივებული და ასევე უფრო დაცვადი არის ესეთი გზები, იმიტომ რომ სახელმწიფოებთან შეთანხმების შედეგად, სადაც ეს გზები გაივლის, ეს გზები გაცილებით დაცული იქნება, ვიდრე ეს იქნებოდა სხვადასხვა გზებში და სრუტეებში. ამიტომ დღეს ესეთი სიტუაცია, რომ გარდა იმისა, რაც არის შუა დერეფანი, რაზეც არის ბრძოლა ჩინეთიდან დასავლეთ ევროპისაკენ მიმავალი, რაც ჩვენზე გადის, გარდა ამისა შეიქმნა პროექტი ჩრდილოეთ ევროპიდან წამოსულიყო ინდოეთისაკენ სავაჭრო გზა, უფრო ინდოეთისაკენ, ჩრდილოეთ ევროპისაკენ და აქ იყო პირველი სცენარი, რომ ეს გაკეთებულიყო, რასაც ანგლო-საქსონურმა ელიტამ დაუჭირა მხარი, საუდის არაბეთი, ისრაელი და შემდგომ უკვე ევროპისაკენ. მაგრამ ეს არ იყო არც ირანის და არც რუსეთის ინტერესებში, რადგანაც მათ სურდათ ალტერნატიული გზა, რომელიც არის კავკასია. ამიტომ მოხდა ამ გზის ჩაკეტვა. ახლო აღმოსავლეთი აფეთქდა ღაზას კონფლიქტი და სხვა დაძაბულობა რაც შეიქმნა, ეს იყო ირანისა და რუსეთის ინტერესებში, რომ ეს მიმართულება, სავაჭრო მიმართულება ინდოეთიდან გადანაცვლებულიყო ახლო აღმოსავლეთიდან სწორედ კავკასიისაკენ და სწორედ ირანის, კავკასიისა და რუსეთის გავლით წასულიყო ჩრდილოეთ ევროპისაკენ. სწორედ აქ შეიქმნა ის კარგი პირობები ამ სტაბილური მშვიდობის შედეგად საქართველოში, რომ ეს პროექტი უფრო მიმზიდველი აღმოჩნდა ინდოეთისათვის და რუსეთისათვის და ამიტომ შენდება სწორედ ინდოეთის მიერ პორტი ირანში, რომ შემდეგ წამოვიდეს სახმელეთო გზით რუსეთისაკენ ეს მაგისტრალი. ამას უკავშირდება პირდაპირ აფხაზეთის დაბრუნება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაში, იმიტომ რომ რუსეთისათვის ეს არაფერი არ არის. საპირწონედ რუსეთისათვის ინდოეთთან და ირანთან სახმელეთო გზა პოლიტიკურადაც და სამხედრო თვალსაზრისითაც და ეკონომიკურადაც იმდენად დიდი ბენეფიტია, რომ მისთვის აფხაზეთის ასე ცალკე აკიდება და საერთოდ უპერსპექტივოდ არაფერს არ ნიშნავს. ამიტომ რუსეთის ინტერესებში არის და რა თქმა უნდა ჩვენს ინტერესებში, რომ მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ამ ჩრდილო-სამხრეთის დერეფნის გახსნა. ეხლა აქ უკვე დავასრულებ, აქ უკვე შემოდის ანგლო-საქსონური ელიტის საწინააღმდეგო ტენდენცია, რომ მათ არ აწყობთ, რომ აქ ეს მაგისტრალები გაიხსნას, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ ჩინეთი და დასავლეთ ევროპა ერთმანეთს ეკონომიკურად გააძლიერებენ, ისევე როგორც რუსეთი და ინდოეთი და ირანი. ამიტომ შეიქმნა პროექტი კავკასიის აფეთქების და გამონახულიყო სომხეთი, მაკრონის ლობირებით და საფრანგეთში სომხური დიასპორის ლობირებით, რომ აქ დაიწყო ის მოძრაობა, რომ შესაძლებელი იყო სომხეთში ნატოს ბაზის გახსნა. ამაზე იყო გარკვეული საუბრები სომხეთის ოფიციალურ პირებსა და ნატოს შტაბ-ბინის წარმომადგენლებს შორის და ერთადერთი ხელისშემშლელი რაც უდგას ამას წინ, ეს არის საქართველოს ქართული ოცნება, რომელიც ამაზე არ არის თანახმა, რომ აქ გაატაროს ეს სამხედრო შემადგენლობები. ამიტომაც დღის წესრიგში დადგა საკითხი, რომ მოხდეს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა იმისათვის, რომ აქ მოხდეს სხვა პროამერიკული ძალების დასვა, რომელიც მინიმუმ გააკონტროლებს სავაჭრო მაგისტრალებს და პრობლემებს შეუქმნის ამ ქვეყნებს, რომელსაც უნდათ აქ თავისუფალი ვაჭრობა, ან მაქსიმუმ ააფეთქებს კავკასიას, იმიტომ რომ სომხეთი ძალიან არის განაწყენებული აზერბაიჯანს და რუსეთზე, რომ მას ესე დააკარგვიდეს ეს ყარაბაღი და აქედან შეიქმნება პრობლემა ირანისკენაც და რუსეთისკენაც და მეორე ფრონტის გახსნა და რუსეთის სამხრეთიდან აფეთქება ისევ ძალაში იქნება. ამიტომ თავარი ჯახი სწორედ არის საქართველოში, თბილისში ამ ორ გლობალურ პოლიტიკურ ძალას შორის. ეს არის ბრიქსის ინტერესები და ანგლო-საქსონური ელიტის ინტერესები. სწორედ ამას ვაკვირდებით ჩვენ დღეს და სწორედ ეს კონტექსტი არის გასააზრებელი. ამერიკის ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოს ზეწოლა შესაძლებელია, მაგრამ თუ იქნება ძალიან დიდი ზეწოლა, ეს არ შეიძლება. იმიტომ რომ მათ ძალიან კარგად იციან, თუ საქართველოს მიიყვანეს
იმ მდგომარეობამდე რომ აქ დაიწყო არეულობა, სამოქალაქო ომის წინაშე მივიდა საქართველო, ან სხვა დივერსიული აფეთქებები მოხდა, მაშინ იმ შემთხვევაში, როდესაც კი უკვე დგას საკითხი, რომ აქ ხელისუფლების გადატრიალება დაიწყება, ამას ტელევიზიით არ დაუწყებს ყურებას არც რუსეთი და არც ჩინეთის ხელისუფლება და აქ აუცილებლად გადმოინაცვლებს რუსული ტანკები სამხრეთით და ჩაიკეტება მთლიანად ის, რასაც ქვია ამერიკული გავლენები, მთლიანად განოლდება. ამიტომ ამერიკულმა ძალამ იცის ზეწოლა შეიძლება, მაგრამ ზედმეტის ზეწოლამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ აქ ამერიკული ყოფნა კავკასიაში საერთოდ განულდეს. ამიტომ აი ეს თამაში მიდის, იქნებ როგორმე აქ რაღაცა სხვადასხვა გზებით რბილი ზეწოლებით ის რომ ძალიან არ გამწოვდეს ურთიერთობა, შევცვალოთ ხელისუფლება და გზა გავხსნათ სომხეთისაკენ, რომ სომხეთი გახდეს პლაცდარმი კავკასიის აფეთქების. ნუ ეხა პრინციპში გასაგებია სომხეთს რა დანიშნულებაც აქვს, რომ როგორმე ითამაშოს ის თამაში, რომელიც მას გარკვეულწილად მოუტანს იმას, რასაც ის ესწრაფის. ანუ სომხეთს სურს რომ გარკვეულწილად გახდეს ახალი მოთამაშე, რომელიც გაუხსნის ხელფეხს იმ ქვეყნებს, რომლებიც მას გარკვეულწილად მოამარაგებენ იმ საშუალებებით, რომელიც გახდება საფუძველი მისი დაცვისა. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები, რომელთანაც თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ეხა ეს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც გაფორმდა ამერიკასა და სომხეთს შორის, იგივე ფრანგებთან მჭიდრო ურთიერთობა, გარკვეულ ილუზიებს აძლევს ამ ქვეყანას, რომ სწორედ საფრანგეთი და ამერიკა მას დაიცავს, მაგრამ როგორც ჩანს სომხეთში ვერ ხვდებიან, რომ არ ვიცი, როდის ყოფილა, რომ ამ რეგიონში ვინმეს რაღაცა ხელფეხი გაენძრიოს რუსეთის, თურქეთის ან ირანის გარდა. ამ რეგიონში დასავლეთი ვერ ახორციელებს თავის პოლიტიკას. იგივე 1921 წლის შემდგომ ჩვენ დავინახეთ, როგორ გავიდა ბრიტანელები, როგორ დატოვეს აქაურობა და არადა ჩვენ თითქოს იმედები გქონდა, როგორ გერმანელები გავიდნენ. ანუ აქ ამ რეგიონში ბატონ პატრონი ამ რეგიონსა სულ სხვა მოთამაშეები არიან. და ეს რატომღაც სომხებს ვერ გაუთვითცნობიერებიათ, ეხლა არ ვიცი, რატომ აქვთ იმედი, რომ ეხლა შეიძლება იარაღი მიაწოდონ, იარაღს ჩვენს გვაწვდიდნენ, მაგრამ ეხლა მარტო ის თუ შენ რაღაცას იარაღს მოგაწვის, 10-ჯერ მეტი იარაღი აქვს აზერბაიჯანს, ხო? თქვა კიდევაც ჩვენ ალიევმა, რომ ჩვენ ვერასდროს ვერ გვაჯობებს შეერაღებით ცოცხალი ძალით სომხეთიო და აქედან გამომდინარე, არ ვიცი, დაღუპელი პოლიტიკა წარმოებს ფაქტობრივად სომხეთი. ეს თვითონ სომხეთისათვის არის, რა თქმა უნდა, დაღუპელი პოლიტიკა. შემთხვევითი არ არის, რომ ალიევმა გააკეთა ასეთი განცხადება თბილისში მიმდინარე მოვლენებზე, რომ ის რაც ხდება თბილისში, მან ჩანს მაკრონის ყურები. გახსოვთ ხო ეს განცხადება? ეს არ არის შემთხვევითი, ხო? სწორედ საფრანგეთი არის ლობი და საფრანგეთში სომხური დიასპორა არის ის ძალა, რომელმაც გადასწონა სომეხი ხალხის, ადგილობრივი სომეხი ხალხის ინტერესები. მე დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთში მოსახლეობა ძალიან კარგად აცნობიერებს, რომ ესეთი თამაშები არ იქნება თვითონ სომხეთის სახელმწიფოსათვის მომგებიანი და შეიძლება ძალიან რთულ თამაში იყოს ჩათრეული, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ფრანგული სომხური, საფრანგეთის სომხური დიასპორა არის ის, რომელმაც ამ პროცესებში, ამ გადაწყვეტილების მიღებაში ითამაშა ლომის წვლილი და აქვს იმედი, რომ მთლიან სომეხ ხალხს აიყოლია. მაგრამ ჩვენ რითაც დავიწყეთ, ეხლა აი ჩვენ გლობალურ პოლიტიკას შევეხეთ და მე რითაც მინდა, აი რითაც დავიწყე საუბარი იმით გავაგრძელო. აი ჩვენ ვლაპარაკობთ ხშირად ამ პრობლემებზე, მაგრამ აქ ერთი რამეა, საზოგადო ჩვენ რომ ვამბობთ რუსეთთან ურთიერთობა უნდა დაალაგდეს, რუსეთთან ურთიერთობების გამტკიცებისათვის საჭიროა ნაბიჯების გადადგმა, სწორედ ამისათვის უნდა მომზადდეს საზოგადოება. დღეს ხელისუფლება არის მძევალი იმ რაღაცა ჩანაწერისა, რომელიც არის კონსტიტუციაში, რომ ეხა როგორც კი რაღაცას დაიწყებენ რუსეთთან დაკავშირებით პოზიციებზე, აი, აქ ხო წერია, რომ ევროატლანტიკური გზით მივდივართ. და მაშინ ჩვენ თქვენ კონსტიტუციას ეწინამ, ჯერ უნდა ამოიშთოს ის ჩანაწერი საერთოდ კონსტიტუციიდან ერთხელ და სამუდამოდ და მომზადდეს ნიადაგი საზოგადოებაში, რომ რუსეთთან ურთიერთობების გარმავების გარეშე ჩვენ დავიღუპებით. ამაზე და ამიტომ არის ამ სამოქალაქო საზოგადოების როლზე, რომ ჩვენ ამას ვლაპარაკობთ უკვე, რა ვიცი, მე აწნეულებია პირდადად მე ვლაპარაკობ ამის შესახებ და ამიტომ ამაზე უნდა იყოს დისკუსია საზოგადოებასთან.
გესმით? ეხლა ჩვენ გლობალურ პოლიტიკაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ ეს ჩვენ ვლაპარაკობთ ამას, მაგრამ ხელისუფლებამაც უნდა აუხსნას, რომ აი რუსეთთან ურთიერთობის გარეშე ვერც ინდუსტრიალიზაცია მოხდება ქვეყნის, ვერც სამუშაო ადგილები შექმნა, ვერც ტერიტორიული მთლიანობა. ეხლა ჩვენ ვლაპარაკობთ აფხაზეთის დაბრუნება. ეს ხო რუსეთთან აქ საქართველოში ტერიტორიული მთლიანობის გარანტორი არის რუსეთი, ხო? და ამიტომაც უნდა დაიწყოს ამაზე საუბარი. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ თუ ამაზე არ დაიწყოს საუბარი, საზოგადოება, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის შეფდება სხვანაირად ამ ყველაფერს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აფხაზეთის დაბრუნების გარეშე საქართველოს საგზნობი, სერიოზული ეკონომიკური აღმავლობა არის წარმოუდგენელი. გამორიცხულია და მით უმეტეს რეინდუსტრიალიზაცია, ხო? რა თქმა უნდა, ამისათვის ქვეყანა უნდა მოამზადოს ხელისუფლებამ და უნდა მოამზადოს როგორ? პირველ რიგში უნდა მოხდეს სწორედ გასამართლება იმ სამხედრო დამნაშავეების და იმ რეჟიმის ძირითადი ფიგურანტების, რომლებიც აი მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩადიოდნენ დანაშაულებებს. ეს დაანონსებული აქვს ხელისუფლებას, შეიქმნება საგამოძიო კომისია პარლამენტში და დაიდება საბოლოო დოკუმენტები, რომელიც გახსნის იურიდიულ გზას იმისათვის, რომ რუსეთის მხარე აფხაზებთან და ოსებთან ერთად დასხდნენ მოლაპარაკებაზე და დავიწყოთ ერთიან სახელმწიფოში ინტეგრირების პროცესი, მაგრამ ამას ასევე ჭირდება რა? სწორედ კონსტიტუციის შეცვლა. რაზეც თქვენ ბრძანეთ, კონსტიტუციის შეცვლას კი ჭირდება აი ეს რიგარეში არჩევნები, მაგრამ აი როდესაც მოვა ახალი კონსტიტუციური უმრავლესობა. რიგარეში არჩევნები არა იმიტომ რომ ესენი ითხოვენ, არამედ იმიტომ რომ საჭირო არის ქვეყნის გამთლიანება. და ეს საკითხი ადრე თუ გიან დადგება. აი როდესაც ეს პროცესი დაიწყება, მაშინ იქნება დაიძრება წინ ეს ყინული. რაც შეეხება საზოგადოების მომზადებას, საზოგადოების მომზადება, სამოქალაქო საზოგადოებას რო თქვენ საუბრობთ, ბატონო ნიკოლოზ, ქართული საზოგადოება, სამოქალაქო საზოგადოება დღეს არის ის, რაც შეიქმნა სააკაშვილი რურუას პერიოდში. ეს არის სამოქალაქო საზოგადოება ბჭყალებში, რომელიც არის მთლიანად ნაცმოძრაობისა და ნაცმოძრაობასთან აფილირებული სხვადასხვა NGO-ებისა და კულტურული წრეების, არტისტული წრეების ერთობლიობა. ისინი დღეს ქვეყანაში წარმოადგენენ ანტიქართულ ანკლავას. არა, ეს გასაგები. სამოქალაქო საზოგადოება არ შეუქმნია ქართულ ოცნებას არ შეუქმნია ამ წლების მანძილზე ახალი კულტურული და სამეცნიერო ელიტა. იმის შედეგია, რასაც ჩვენ ხო და აი ამაზე საუბრობთ. რაც არ არის დღეს უცებ ვერ გააკეთეს. არა, ხო, არა, რაც არ არის, აი ზუსტად ეგ არის ხელისუფლების შეცდომა, ეგ არის, რომ ამდენი ხნის მანძილზე 12 წელია ის განათლების სფეროში დასაქმებული ხალხი რო არ შეიცვალა, ის უნივერსიტეტებში რო სიტუაცია არ შეიცვალა, იმიტომ მივიღეთ ეს ქუჩაში ხალხი. ის რო სააკაშვილის შექმნა ბუჩქების თაობა გავიგეთ, მაგრამ ბიჭო შენ 12 წელი რო ხარ ხელისუფლებაში, ეს ბუჩქების თაობა შეცვალე, იმითი რომ შეცვალე უნივერსიტეტებში, სამინისტროებში პოზიცია და ეხა ეს ამაზე ეხლა უნდა დაიწყოს. ეხა მე ვაქებ ხოლმე ხშირად ჩვენ მინისტრებს, მაგრამ ეხა ეს განათლების მინისტრი, აბა რა უნდა შეცვალოს, ეხა მაინტერესებს. კაცი რომელიც მოდის და კარიკატურული ტიპის მინისტრია. გასაგები აქამდე ტარგეტი. ხო და ეხა აი დამანახე ესენ უკვე დაიწყო უკვე ამაზე მუშაობა. თქვენ რო ლაპარაკობთ იქ გამოძიება გასაგებია რომ დაიდება, მაგრამ ჩვენ თუ ეს ახალგაზრდობა რომელიც ეხლა ყოველდღიურად სტუდენტი რო შედის იქ იმას სასწავლებელში და წვინს რო ურეცხავენ, ეს ხო უნდა დასრულდეს, არა? მე ვერ ვატყობ ჯერ დასრულების ამის მექანიზმის სამუშაობას, იმიტომ რომ კლავაც იგივე ხალხი არის პროფესორ მასწავლებლებად, კლავაც განათლების სამინისტროში არის ნაციონალები შეყრილი, ბოლო-ბოლო აი არ ვიცი, როდესღაც ხო უნდა დაიწყო. დღეს ფაქტობრივად თავდაცვის ხადის გადის განათლების სამინისტროზე, იმიტომ რომ ვინ არის ამ ქუჩებში ახალგაზრდები, ხო? და ვინ მოწამლა ესენი? ვინ მოწამლა? გასაგებია რომ სააკაშვილის დროს დაიწყო, მაგრამ ჩვენც ხო ამას ხელი შევუწყვით, არა? რა თქმა უნდა, ქართული ოცნება ატარებდა წლები ლიბერალურ პოლიტიკას. აი ბოლო 2 წელია, რაც მათ შეცვალეს ეს მიმართულება, მაგრამ ეს არ მოხდებოდა სწრაფად. დღეს მთელი მსოფლიო მით უმეტეს ქართული სახელმწიფო ხელისუფლება ელოდება დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრას, რომელიც ძალიან ბევრს გადაწყვეტს. იმედი არის, რომ გლობალური ცვლილებები დაიწყება. მოდიში, ახლა ჩვენ საერთოდ გვიყვარს კომუნისტების ეპოქიდან ვიღაცამ რაღაცა გავიგე, რომ იქ ეს ტრამპი და ეს პუტინი ბევრ რამეს გადაწყვეტს, მაგრამ მოდი, ახლა ტრამპი და პუტინი ვერ გადაგვიწყოთ. ჩვენ ილიაუს სახელმწიფო უნივერსიტეტი დაუბრუნდეს სახელმწიფოს და ის რო გამოყარონ უნივერსიტეტი. ეს შენი გადასაწყვეტია, გესმით? ჩვენი გასაკეთებელი ჩვენ ახლა ბოდიში და ის ტრამპი დარეკავს და იტყვის, რომ იცით რა, მიდით იქ ილია უნივერსიტეტში გამოყარეთ
ის პროფესორები მაგას იტყვის ტრამპი, ან ტრამპი დარეკავს და იტყვის განათლების სამინისტროში რომ ნაცებით არის გაძეცგილი გამო ბიჭო გააკეთეთ ეს მაინც გავაკეთოთ ხო? ამას რათულა ტრამპის და პუტინის შეხვედრა ხო? ყველაფერი ეხლა იმაზე ლაპარაკი რომ აი ტრამპი, პუტინი, რაღა დარჩა პრინციპში. მე ხარ რატო ვამბობდი მაგას, იმიტომ ხო არა თქვენ არა, მაგრამ თქვენ ყველაფერს ჩვენ სამწუხაროდ უყურებთ, აი ვიღაცამ უნდა გადამიწყვეტოს. ეხლა მე აგიცნით ჩემსას. ელემენტარულად ზაღლების საკითხი არ ვერ გადაწყვეტილა, დაკმედილია თელი საქართველო. ამასაც ტრამპის პუტინის შეხვედრა უნდა, კაცო, უკრაინაში ომის დასასრულის პროცესის დასაწყისი იქნება იმისი გარანტია, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის პერსპექტივა ჩაიშლება. ასევე ნატოს გაფართოების ილუზია, რომელიც შეიძლება შეჩერდეს ამ მოლაპარაკებების და შედეგად, ეს იქნება ძალიან კარგი ფაქტორი იმისათვის, რომ საქართველოში შეიქმნას ისეთი პირობები, რომ შესაძლებელი იყოს ხელისუფლებამ დაიწყოს სწორედ ასეთი ცვლილებების გატარება. დღეს არის იმდენად ფეთქებადი სიტუაცია, თქვენ ხედავთ, ხო? ამას კიდევ რომ ცეცხლზე ნავთი დაასხა, ესეთი რაღაცა გამოვა. რაღაცა ეტაპი გადასალახავია, სანამ გლობალური სიტუაცია არ დაიწყებს შეცვლას, ამის შემდგომ შეიძლება უკვე ხელი მოკიდო და შიდა სისტემურ ცვლილებებზე გახვიდე. მე ასე ვფიქრობ, ამიტომ არის რომ ყველაფრის ერთდროულად მოგვარება არ შეიძლება. მე მესმის თქვენი რომ საჭიროა სწრაფად, მაგრამ შეიძლება ამ ყველაფერმა ერთად მაშინ ისეთი პრობლემები შექმნას, რომ ქვეყანა შევიდეს კრიზისში. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ გეგმა ზომიერად ჯერ რაღაცა ეტაპი უნდა იყოს გადალახული, რაღაცა დონის სტაბილურობა გარედან უნდა იყოს გარანტირებული. ხო და მე უკვე რა თქმა უნდა დაიწყოს ეს პროცესი. მე ჯერჯერობით სიმართლე რომ გითხრათ რაღაცა ქმედით ნაბიჯებს, განცხადებების გარდა ვერ ვხედავ. განცხადებები არის სწორედ. ხო და ქმედება, განცხადება, საქმე ლაპარაკის ნაცვლად, საქმე უნდა გააკეთო, შენ და ლაპარაკი რა შუაშია, კაცო. რა შუაშია ლაპარაკი, საქმე უნდა გაკეთე. ვინ ითხოვს რომ ერთბაშად ყველა ამოყირავდეს სიტუაცია, ხო? ეხლა რა თუნდა იმას ლაპარაკი რომ განათლების სამინისტროში უნდა იყოს ის ადამიანები, რომლებიც გაატარებენ იქ პოლიტიკას, ხო? ეხლა ესეთი პოზიცია მაამებლური, მე არ გეთანხმებით ბატონო ელიზბარ, ჩვენ სამოქალაქო საზოგადოების რომ ეხლა ჩვენ იმას უნდა უთხრათ ხელისუფლებას გვისმენთ ჩვენ რომ პირიქით საჭიროა იქ რომ უნივერსიტეტებში ყოველდღიურად პროფესორ მასწავლებლები რომ მოუწოდებდნენ გადით ქუჩაში რა თუნდა ამას ლაპარაკი რომ ის უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებელი და გაუშვა სამსახურიდან ხო? რა თუნდა იმას ლაპარაკი რომ ჯავახიშვილის უნივერსიტეტში იგივე სხვაგანაც არ წესრიგი უნდა დამყარდეს, არ შეიძლება ესე შებოდიადეს ვიღაცა და მატრაცები გაჩალოს უნივერსიტეტში. ამაზეა ლაპარაკი, ეს ხო ელემენტარულია. ხო და აბა ეხლა ჩვენ ყველაფერი ერთბაშად ეხლა რა ვინმე ითხოვს თვალეზე გაფრენას? ჩვენ იმაზე ვლაპარაკობთ აქ რომ რაც შესაძლებელი, რომ ხელისუფლებას აზარალებს თვითონ ის. ამ ეტაპზე. ხო, აბა ეხლა მე რაც ვთქვი რომ მაგალითად უნივერსიტეტებში და იმაში უნდა გატარდესო და ყველაფერი ერთბაშად თუ რა შუაში ეს ყველაფერი. ამ ეტაპზე რომ დაიწყოს. ეს არ არის ყველაფერი ერთბაშად. ყველაფერი ერთბაშად. ამ ეტაპზე რომ დაიწყოს ამ სისტემის რეალური რადიკალური რეფორმირება, ეს სახელმწიფო კიდევ უფრო მეტ კრიზისში შევა, იმიტომ რომ ჯერ არ არის ჩამცხრალი ის პროცესი, რაც არის დაწყებული. 1-2 თვე სანამ სოფლიო პროცესები სხვანაირ ფაქტორებს შექმნის საქართველოში, რომ აქ ამ მეხუთე კოლონას გამოეცლება იმის ძალა და ენერგია და ის ზურგი, რომ აქ ქვეყანა საუბრობს, მე შეიძლება უკვე დაიწყოს გაზაფხულისათვის მაგალითად სავსებით რეალური იქნება, რომ ხელი მოკიდოს ხელისუფლებამ განათლების სისტემას და დაიწყოს რეალური რეფორმირება. მე ამ რეფორმასთან დაკავშირებით უფრო რადიკალური აზრები მაქვს, ეს არ უნდა იყოს უბრალოდ უნივერსიტეტების რეფორმირება და პოლიტიკური გაწმენდა. აქ უნდა იყოს მთლიანი სისტემის შეცვლა. დაწყებითი განათლებიდან საშუალო სკოლა, ეს კოლეჯები, უმაღლესი სასწავლებლები და მეცნიერებათა აკადემია. უნდა შეიქმნას სისტემა, მეცნიერების სისტემა, როგორიც არის აღდგეს ის მეცნიერებათა აკადემია, რაც იყო კარგი, მაგალითად გერმანიაშიც არის ჰუმბოლდტის ცენტრი მეცნიერებათა ინსტიტუტების სისტემა, საფრანგეთსაც აქვს ასეთი ინსტიტუტები, სამეცნიერო ინსტიტუტების სისტემა არის ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ უნდა დაუბრუნდეთ საზოგადოება მეცნიერულ სტრუქტურულ სისტემას. რას ნიშნავს ეს? მთავრობამ უნდა დააფინანსოს მეცნიერება, არა მარტო უმაღლესი სასწავლებლები, არამედ სამეცნიერო ინსტიტუტები, ეს უნდა იყოს მისი ბაზისი, უნდა უზრუნველყოს კარგი ფინანსური ბაზისი და მატერიალურ-ტექნიკური დონით, იმისათვის რომ იქ იმუშაონ სპეციალისტები, მოვიდნენ ახალგაზრდები და მეცნიერება აკადემიის სისტემამ უნდა მოიცვას ქვეყნის არსებობის ყველა სფერო. და როდესაც ქვეყანას რაღაცა სჭირდება, ყოველთვის მეცნიერებათა აკადემიის სისტემა უნდა იყოს სახელმწიფოს მრჩეველის რანგში. სახელმწიფოს მრჩეველი იმას ნიშნავს, რომ როდესაც რაღაცა პრობლემები დგება, ან პერსპექტივებია გასათვლელი,
დღეს აქამდე როგორ იყო, რომ NGO ორგანიზაციები გამოდიოდნენ და ისინი გამოდიოდნენ მაგაზიას, მოდი ახლა ჩვენ ამიტომ რადიკალურად შეცვალეს გასაგებია ჩვენი ყველა თითეული რაღაცა პოზიცია სადღეგრძელოს არ უნდა დაემსგავსოს. თქვენც მეთანხმებით რომ ეს არის ეს. ახლა მეცნიერებათა აკადემიაში რომ რაღაც შესაძლებელი არის, ამას რა თუნდა ისა რა ქვია ვერ გავიგე. ახლა რაღაცა ხომ უნდა დაიწყოს კეთება, მარტო განცხადებები არ კმარა, საქმე არის საჭირო გესმით თქვენ? არ არის საჭირო დაიწყე გამოხშირვა უკვე ამ მოღალატეების გამოხშირვა დაიწყე. თუ ნაციონალმა განცხადება არ დაწერა მაგალითად 3 უწყებიდან წასვლის შესახებ, ხო ხედავთ რომ არავის არ უშვებენ რა. მე არ დამინახია ვინმე გაშვებული ყოფილიყოს იმის გამო რომ აშავებს. მხოლოდ ხედავ რომ ესე იგი გაუშვეს ადამიანი მხოლოდ იმის გამო რომ ისა რა ქვია ეს განცხადება დაწერა და პროტესტი გამოუცხა და ხელისუფლებას. ამაზე აქვს საუბარი, გესმით? ჩვენ იმისგან შორს ვართ რომ ხა რაღაცა ძალიან ისეთი კარდინალური ცვლილებები მოხდეს, მაგრამ უცბად, მაგრამ დაწყება არის საჭიროს და მე ამ დაწყებას ცოტა იგვიანებს ეს ამ ყველაფერს. კი გეთანხმებით, არა. იგვიანებს ეს დღევანდელ ხელისუფლებას ძალა არ აქვს რომ დაიწყოს კიდევაც ეხლა. აი ეს რადიკალური ცვლილებები. მაგრამ იმედია რომ 1-2 თვეში გაჩნდება ამისი რეალური შესაძლებლობები. გეთანხმებით იმ რაღაცას ელოდებიან. არა, მე რა არის ჩვენ ამას იმიტომ ვლაპარაკობთ რომ უყურეთ რა ხდება ჩვენ სამწუხაროდ ერთი რამე უნდა ვიცოდეთ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუტნოდეს რომ ილიამ თქვა და ჩვენ გასაკეთებელს ხო არ გააკეთებს. აქ ერთი ხო, მაგრამ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ იმ დროს, როდესაც ამისი შესაძლებლობა გაჩნდება. ჯერჯერობით ალბათ ოცნება ვერ ხედავს ამის განხორციელების შესაძლებლობას. ალბათ დადგება უახლოეს მომავალში, როდესაც ამას დაინახავს. თუ ეს არ გაკეთდა, მაშინ თვითონ ხელისუფლებისათვის ეს იქნება დამღუპველი. გეთანხმებით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ერთი რამე არის რა, რომ ხელისუფლება ხედავს, ეხლა ხელისუფლება ბევრ ამას ხედავდა, რომ მაგალითად აი ესე უნდა ჩაეტარებინა მოქმედება, მაგრამ შემდგომში არ ეხა იმეჩი რომ ჟურნალისტები რომ ნაცებია და პირველ არხზე რომ ნაცებია, ამასაც ყველაფერს ესე ეხა ვიცით რა არის, იცით რა ჩვენ აი ასეთი ბევრი განცხადებებით პირიქით ვაფუჭებთ საქმეს ბატონოელი. ეგ სისტემის ინერცია რო არა ეხა იცით რა ყველაფერის გაправება არ შეიძლება გეტყვით ეხლა მე რა. არა მე პირველი არხზე მომისმინეთ ერთი მე ხო არ ვაправებ. არა აპრავებთ ეხა იმიტომ რომ არა იცით რა იუყურებთ ერთი რამე არის ეხა პირველი არხზე მომისმინეთ ერთი წამი კაცო რა ვერ გავიგე. აი განათლების სისტემაზე ვერ იმას იზამ იმას აბა რაღაცა ხო უნდა გააკეთო შედარლოცი რომ პირველ არხზე რატო უნდა შექმნა რაღაცა სისულელე ბორდი, ადეკი გაუქმე ეს ბორდი და მართე ეს პირველი არხი შენ ხო? ეხა აი უყურეთ გეტყვით აგერ ჩად წალენჯი ხაში და იმ ჩხოროწყუში რო დაჯდება კაცი პირველ არხთან და დღედაღამე რომ თავრობის გინება არის. ეს ვისი ბრალი არის? ეს იპოტენტობა არ არის პოლიტიკური. პირველი არხის ბორდის შეცვლა არის ძალიან მარტივი. ხო და აი ეს მაინც ხო არა რო ვიძახით რომ აი თქვენ ამბობთ რომ ეთყობა ეს ხელისუფლება თulis რომ ამ ეტაპზე ამ მეტის გაკეთება არ შეიძლება რომ ამბო. რას იზამს არ შეიძლება? განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმა. განათლების სისტემაც არის არა განათლების სისტემაც არის ის რომ მაგალითად განათლების სამინისტროში გამოყარო ნაცები რა თუნდა ამას გადადება საქმის აი თქვენ რო იძახით ეხლა მაგალითად რო განათლების სამინისტროდან ნაცები რო გამოყაროთ ამას დრო ჭირდება მაგას დიდი დრო არ ჭირდება ხო და გამოყარე მე ამ ნაცები ამ განათლების სამინისტროდან პირველი არხი დაუბრუნე სახელმწიფო რისთვის ვიხდი მე ფულს აჭარის და პირველი არხი არის ისიც განათლება მე რა ის მიდის პროპაგანდა მიდის ეს ამათზე გაიზარდა ესენ განათლების სამინისტროდან ხალხის გამოყრა ნაცების უნივერსიტეტებიდან გამოხშირვა ამის გაკეთება ეხლა შეიძლება ამის გაკეთება ხვდებით ბატონოელიც ბა და ამას რო არ ვაკეთებთ მე უარეს შედეგებს ღებულობთ. ეხლა ამერიკაში სიტუაცია ისე არ შეიცვლება, იმიტომ რომ ამ ტრამპს კიდევ შიდად ძალიან დიდი პრობლემები აქვს, ისე არ შეიცვლება, რომ ჩვენ აქ ეხლა რაც არ უნდა ხელისუფლებამ გაკეთოს, ყოველთვის პრობლემა მაინც იქნება, მაინც მოწინააღმდეგეები გამოხდებიან სამგლე გოჭებივით რა. კი ბატონო, რაღაცა პერიოდი აი ეს პრობლემები რაც ახლა დგას ხელისუფლების წინაშე, სახელმწიფოს წინაშე, ამ პრობლემებმა ცოტა უნდა გადაეროს ჩაცხრეს იმისათვის, რომ შეიქმნას პირობები, რომ ახალ ასეთ რეფორმებს შეეჭიდოს ხელისუფლება და მე არ ვამბობ, რომ ეს არის შორს გადასადები, მაგრამ ამ ეტაპზე აი უახლოესი პერიოდი თავს იკავებს ხელისუფლება ჩემი აზრით იმისათვის, რომ მეტი ფეთქებადი სიტუაცია არ შეექმნას მას. მე ასე ვფიქრობ. ხო და იცით რა არის, აი ფეთქებადი სიტუაცია კიდევ ერთხელ გეუბნებით, იქნება მანამ
სანამ ჩვენ არ დავიწყებთ რეფორმების გატარებას. იმიტომ რომ ეოცით იმ დათათუთაშრიაში როა ნათქვამის გამდის და მტირი ვარ. ყოველთვის ეხლა თქვენ უგონიათ რომ აი მე ამერიკამ რომელმაც აქ მილიარდობით დოლარი დახარჯა ისე წამოვა ამ საქართველოს სივრციდან რომ აი ესე ბოდიში და იტყვის რომ რაც კიდაც ის კენთ ხელები დამიბანიო ასე არ იქნება. ამერიკას აქვს თავისი გავლენაები, თავისი გარკვეულწილად დამოკიდებულებები. ამიტომ ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ ყოველთვის და ის რომ აი ვიღაცას ველოდოთ, რაღაცას გადაგვიწყდავს, მე ამაზე ვარ. მაგრამ ეხლა იმას არ ვიძახი მე რომ ეხლა აქ ისეთი რეფორმები დავიწყოთ, რომელიც შეიძლება რაღაცა პრობლემა ის რისი გაკეთება შეგვიძლია, მოდი დღეს გავაკეთოთ და ხვალინდელი ხვალ გავაკეთოთ, ხო? მაგრამ ჩვენ რო არაფერს არ ვაკეთებთ და მარტო განცხადებებს ვაკეთებ, ესეც არ ვარ რა. მარტო განცხადებები ვაკეთოთ იმ კონსერვატიზმისკენ თუ ვართ კონსერვატიულ საზოგადოებას თუ ქმნით, კონსერვატიულ საზოგადოებას ვერ შექმნი თუ განათლების სისტემაში არ მოხდა რეფორმები, ხო? ამაზე რა თქმა უნდა ამას ორჯერ ეს რეფორმა უნდა იყოს ფუნდამენტური. რა თქმა უნდა, მაგრამ სანამ უშუალოდ რაღაცას დაიწყებ, რაღაცის გაკეთების დაწყებას. კი ბატონო, მანამდე პირველი ეტაპები არის, ხო? შემზადება შეიძლება და დაწყებული. შემზადებაც უნდა დაიწყოს და პირველი განათლების სამინისტრო უნდა გაიწმინდოს. აი ეს ვინც არის რგოლი, საიდანაც უნდა წამოვიდეს ეს რეფორმა, ხო? აქ უნდა განათლების სამინისტრო უნდა დაკომპლექტდეს პატრიოტი, განათლებული ადამიანებისგან. მე ვამბობ ორივე დაკავშირებული ერთ პატრიოტი და განათლებული. ეროვნული ცნობიერების ადამიანები. მარტო ურაპატრიოტიზმი არ კმარა, ეხა ესეც აღსანიშნავია, იმიტომ რომ შეიძლება ურაპატრიოტიზმი მქონე ადამიანი დავსვათ იგა და უფრო უარეს შედეგი მივიღოთ კიდე. ანუ პატრიოტი და ამიტომ უბრალოდ დავიწყოთ ეს ხვალ არ არის გადასადგმელი ეს ნაბიჯი. დღეს განათლების სამინისტრო არის ყველაზე დიდი ბოროტება ამ ქვეყანაში რა. თამამად შემიძლია ამის თქმა. ეხლა თქვენ გასაგები ამ სისტემაში მუშაობ და ისე შეიძლება ხელაღებით ვერ ილაპარაკოთ, იმიტომ რომ რაღაცა შემოჭრილობა გააქვს, მაგრამ მე ხო კარგად ვიცი ეს ყველაფერი. ყველაზე მეტი ნაცი ამ ქვეყანაში თუ არსებობს, აი ამ სფეროში არის. ეგ იმიტომ რომ ეგ ყოველთვის იცოდნენ რომ არის სტრატეგიული ობიექტი ადგილი ქვეყანაში და მაგის ხელში ჩაგდება მას მერე რომ ხელისუფლები და რომ გააწილოს. ხო და ამიტომ არის დაიოფლე რამდენიმე სტრატეგია. ხო და ამიტომ აი ის უნივერსიტეტები იყო სტრატეგიული ადგილები, სადაც გამოაზამთრეს ეს 12 შემადგენლობები და ეხლა იყენებენ სწორედ ქვეყნის საწინააღმდეგო. აი 99% არის დამეთანხმებით თუ არა განათლების სამინისტროდან, აი 90% აი კინწისყრით არის გამოსაყრელი იქიდან რა. კინწისყრით და პანჩურებით უნდა გამოყარო ეგ კი არა რა. იმიტომ რომ 99% ნაციონალებთან ერთად ნაძირლები არიან. იმიტომ რომ ამათმა აი ამ განათლების სამინისტროს შედეგი არის დღეს აი ეს ახალგაზრდებს რო უყურებთ მათ შექმნეს ეს თაობა აი მათ შექმნეს ის ციგნები რომელშიც არაფერი ქართულია მათ შექმნეს ის სახელმძღვანელოები რომელშიც არაფერი ქართულია მათ შექმნეს ის უნივერსიტეტებში რომლებშიც შეყარეს მაეს ადამიანები რომლებიც სოდომისტები არიან და ვის უნდა მოვთხოვოთ პასუხი მაინტერესებს კიდე იმათ მივცეთ საშუალება რომ მოწავლოთ ჩვენი ახალგაზრდობა რა თქმა უნდა ამ განათლების სისტემამ ჩაუნერგა ახალგაზრდობას ანტიპატრიოტიზმი კოსმოპოლიტიზმი და ეთიკური ეგოიზმი მათ სხვა ღირებულებები არ აქვთ მაგრამ მარტო განათლების სისტემა არ არის. არა, მარტო ვინ იძახის. მეორე რაც ძალიან ძლიერად იმუშავა ამ ახალგაზრდობის ასე ვთქვა აცდენაზე გზიდან ეს არის ღამის კლუბების მთელი ინდუსტრია, რაც ქალაქში არის, სადაც არის გავრცელებული ნარკოტიკები, ათასნაირი გარყვნილობები, თავისუფლად მიუშვეს ახალგაზრდები, იქ უკვე პრაქტიკაში გაიარეს ის, რასაც თეორიაში ასწავლიდნენ ამ უნივერსიტეტებში. ასე რომ ისიც სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, რატო ხდებოდა და რატო ხდება? რა თქმა უნდა, ყველაფერი გადაჯაჭვულია ერთმანეთს. ახალგაზრდა რომელიც სწავლობს ესეთ უნივერსიტეტში და მე ისვენებს ერთობა ეგეთ ღამის კლუბში, ის უკვე ყველანაირად არის ახსენებული. თქვენ ხო ხედავთ მაშინ რო დაიწყო ამ ღამის კლუბებში წესრიგის დამყარება, გამოხდნენ ელჩები. ანუ მასე ჩვენ რო მივყვეთ, აი თქვენ რასაც იძახით. ყოველთვის რაღაცა წინააღმდეგობა გვექნება ჩვენ. ღამის კლუბებს შეეხები გამოხდება ამერიკის ელჩი. განათლების სამინისტროს შეეხები გამოხდება. ამიტომ ვიძახი ხამ გლიშიში ცხარი ვის გაუწყვეტია. ჩვენ რაც არ უნდა რეფორმის გატარება დავიწყოთ, ცირესიც კი იმაზეც კი გამოხდებიან სამგლე გოჭებივით. აგერ კაცო სახეში სილა გააწდა ჟურნალისტმა და ამერიკელი კონგრესმენი გამოდით და გამოუშვით პოლიტპატიმარიო. ანუ ჩვენ თუ მაგათ უყურეთ ამერიკელებს, ჩვენ აქ ვერაფერს ვერასდროს ვერ გავაკეთებთ. მარტო ასე განცხადებებს ვაკეთებთ, აი ესე და არაფერი არ გამოვა. ამიტომ ბოდიში და ისრაელი არის მოკავშირე ამერიკის, მაგრამ რასაც უნდა იმას აკეთებს. აი ერთ ყურში შეუშვებს, მეორეში გაუშვებს რა. არ საერთოდ რაც უნდა იმას აკეთებს. ამიტომ ჩვენ რაც
საჭიროა ჩვენი ქვეყნისათვის ის უნდა გავაკეთოთ მე მგონი დამეთანხმებით არ ვიცი. რა თქმა უნდა, მთავარია სწორი დრო მოიძებნოს და სწრაფად დაიწყოს ეს წვეულება. გეთანხმებით და მე ხა ჩვენ ბევრ რამეში შეიძლება ვიკამათოთ მე და ბატონმა ელიზბარმა, მაგრამ საერთო ერთი გვაქვს, რომ უნდა შეიცვალოს ეს ყველაფერი რაც არის. იმიტომ რომ თუ არ შეიცვალა, რამდენად ამ ქვეყანას დიდი პერსპექტივები არ ექნება და ჩვენ დავაგვიანეთ ბევრი რეფორმის გატარება და ამიტომაც არის რომ სწრაფად უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი, თორე ხვალ შეიძლება გვიან იყოს აი ეს ახალგაზრდები, რომლებიც დგანან, იმათი გადარჩენა კიდე შეიძლება. მაგრამ რამდენიმე წელი თუ გაივლის, იმათაც ვერ გადავარჩენ ჩვენ, იმიტომ რომ ადამიანი ხა 40 წლის ადამიანს ვერ შეცვლი. მაგრამ 21 წლის ადამიანს შეუცვალო შეიძლება ფსიქოლოგია, თუ კი შენ მას ორიენტირს მისცემს სწორს და ამიტომ დროზეა მოქმედებები. დიდი მადლობა ბატონო ელიზბარ, ბატონი ელიზბარი დიდხანს საუბრობს აი ამ ყველაფრის შესახებ უკვე კარგახანია წლებია და მე ვისურვებდი რომ ბატონი ელიზბარის მსგავსად იყვნენ პროფესორები რომლებიც ამ სატყივარზე ილაპარაკებენ ხშირად მინდა გადაცემაში მოვიწვიო განათლების სფეროდან ადამიანები ამ პრობლემ ყველა არის შემძვრალი ერთ ადგილზე რა ერთადერთი თქვენ ხართ მანანა ნიკოლაიშვილია რომელიც საუბრობს ამ განათლების სისტემაზე ბატონი დიტო საუბრობს ჩუბინიძე მე არ ვიცი სხვა ვინმე საუბრობს ამ განათლების სფეროში დასაქმებული ადამიანები იშვიათად და ეს არის პრობლემა, იმიტომ რომ ეხა თქვენ პირველ რიგში განათლების სფეროში მომუშავე ხალხმა უფრო მეტი იციან, რა ხდება იქ, ეხა მე გარედან უყურებ ამ პროცესებს და შინით მომუშავე ადამიანმა გაცილებით მეტი იცის, რაც ხდება, ეხა თქვენ უფრო მეტი იცით აი ამ სფეროს შესახებ და მე ვისურვებდი რომ ბატონი ელიზბარის მსგავსად ყველამ ილაპარაკოს ის, რაც ჭირდება ამ სფეროს გასაჯანსაღებლად და სიტუაციის გამოსასწორებლად. დიდი მადლობა ბატონი ელიზბარაშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენი გადაცემა დასასრულისკენ მიდის და მე მინდა რომ ერთი დასასრულისკენ ერთი განცხადება გავაკეთო. კარგად მოგეხსენებათ, მე გახდით სტავროპოლის მხარეში და იქ მე გავიცანი ბიზნესმენები, რომლებიც საკმაოდ დიდ საქმეს აკეთებდნენ საქართველოსთვისაც, იგივე რუსეთისთვისაც, ვიქტორ ხადელაშვილთან მქონდა მე შეხვედრა ინტერვიუ, რომელმაც თქვა, რომ ის მზად არის დაასაქმოს საქართველოდან ადამიანები. და ხელი შეუწყოს იმ ადამიანებს, რომ იშრომონ რუსეთში და სოფლის მეურნეობის მიმართულებით არის საუბარი ამას. დიდი გამოხმაურება მოხდა ამ ყველაფერს, უამრავი ადამიანი დამიკავშირდა მე. ეხლა თქვენ ხედავთ აგერ ჩვენს ამოვანათებს ტელეეკრანებზე იმეილი, რომელიც თეზეც შეგიძლიათ გააგზავნოთ თქვენი ეს CV და თქვენი ეს წერილები, რომელიც მივა ბატონ ვიქტორ ხადელაშვილამდე, იმიტომ რომ შეუძლებელია ყველამ ძალიან ბევრი არის მსურველია თან ეხა რუსეთში კომუნიკაცია ცოტა რთული არის და ამიტომ შეგიძლიათ ეგ გააგზავნოთ თქვენი მონაცემები, სადგურს დასაქმება და ეს ყველაფერი მიღებული იქნება ბატონ ვიქტორ ხადელაშვილს მე ვესაუბრე, მან ასევე მითხრა რომ ის მზად არის ოჯახებიც კი დაასაქმოს მაგალითად აი მეუღლე, ორი მეუღლე რომლებიც აი ჩავა იქა, მას შეუძლია შესთავაზოს. ეხლა ათასობით სამუშაო ადგილი ნამდვილად არ იქნება იქ, მაგრამ ბევრ ადამიანს ხელი მოემართება. ამიტომ აი ამ იმეილზე თქვენ შეგიძლიათ გააგზავნოთ თქვენი მონაცემები და შემდგომში უკვე არჩევის წესით მოხდება თქვენთან დაკავშირება, იმიტომ რომ მე მინდა რომ რაც უფრო მეტი ქართველი დასაქმდება, მით უფრო მოხარული ვიქნები და თუ ჩვენი ტელეკომპანია ამისი ხელშემწყობი იქნება. იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი ზარები, შეტყობინებები მივიღე აი ამ ვაკანსიებთან დაკავშირებით. ამით ჩვენი გადაცემა დასრულდა. ჩვენ დღის შეჯამება დაგიბრუნდებით მეგობრებო თქვენ ორშაბათს 9 საათზე, მაგრამ კვირას ტრადიციულად გავა რუსულენოვანი გადაცემა, კვირის შეჯამება, სადაც ძალიან საინტერესო სტუმარი გელით, ძალიან საინტერესო გადაცემით, აი თქვენ თვითონ დარწმუნდებით ამაში, კვირას 9 საათზე, როდესაც თვალს მიადევნებთ ჩვენს გადაცემას.